სალამი. გამარჯობა ეთერშია დიდი შესვენება 13 საათია სრულიად საქართველოში თქვენთან ერთად ვიქნებით ჩვენ ანი ნინიძე, ნიკო ცალანი და მე გიორგი ჭულაია. შევეცდებით გამოვიდეს გადაცემა საინტერესო ამ ყველაფერში დაგვეხმარება ის თემები, რომლებიც დღეს გვაქვს ღია ეთერში. მოდით ვნახოთ ანონსი და მალე დავიბრუნდებით. დღეს გადაცემაში ნახავთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია, გამოწვევები და თანამედროვე მიდგომები. გადაცემის სტუმარია კახაბერ ქაშიბაძე. როცა დამხმარესაც სჭირდება დახმარება, პროფესიული კრიზისები, ექიმების ტრავმები, თერაპევტების ტრავმები და მათი დამუშავების უსაფრთხოება. თემაზე ვცვლად ისაუბრებს ფსიქოლოგი ანი ბარჯაძე. პროექტი Eco Hero გარემოს დაცვითი განათლების ინოვაციური ინსტრუმენტი. გადაცემის სტუმარია იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი თეო გორგოშაძე და მეტეოროლოგი კობა ფარდენაძე. შშმ ქალთა ალიანსი. რას აკეთებს შშმ ქალთა ორგანიზაცია და ვისთვისაა? უფლებების დაცვა და დასაქმების ხელშეწყობა. გადაცემის სტუმარია დეა ერემაშვილი. დავბრუნდით ღია ეთერში, არ დაგავიწყდეთ ძვირფასო ტელემაყურებლებო, გამოიწეროთ ჩვენი გვერდი, ძალიან მარტივად მონახოთ Facebook-ზე დიდი შესვენება, გახდეთ ჩვენი ფოლოვერები და მოგწეროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ თემაზე. დაგვიტოვეთ კომენტარი, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ. მოგეთ თქვენს ყველა ინტერაქციას ჩვენ ვკითხულობთ და გვიხარია. პირველი თემა გახლავთ ყველასათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ორგანო ღვიძლი. 2014 წელს მეგობრებო ბათუმში ჩატარდა პირველი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. ხა ახალი წელი ახლოვდება და ღვიძლი შესაბამისად იტვირთება ხოლმე, აქტუალობას იძენს ყველაზე მეტად ეს ორგანო. ვისაუბრებთ დღეს ღვიძლზე, მის ტრანსპლანტაციაზე, ღვიძლის ჯანმრთელობაზე და ამაში დაგვეხმარება პროფესიონალი ექიმი, ქირურგიის დეპარტამენტისა და ღვიძლის დაავადების და ტრანსპლანტაციის ცენტრის დირექტორი ბატონი კახაბერ ქაშიბაძე. მოგზადით ბატონო კახაბერ. თქვენ ხართ ადამიანი, ვინც პირველმა ჩაატარა ოპერაცია ბათუმში 2014 წელს. ოპერაციამ წარმატებით ჩაერდა, იმის შემდეგ თქვენ საკმაოდ პოზიტიურად და წარმატებით ახერხებთ პაციენტების მკურნალობას. მოდით მოგვიყევით პირველ რიგში ღვიძლის ჯანმრთელობის ძირითადი მიმართულები. როგორ შეიძლება ადამიანმა ყოფიერ ცხოვრებაში, განსაკუთრებით საქართველოში, როდესაც ხშირად გვიწევს ხოლმე ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, მოახერხოთ ღვიძლის დაცვა და შენარჩუნება. მოგესალმებით, მე მეორედ ვარ თქვენთან და ძალიან მიხარია გილოცავთ დამდეგს ბევრ წარმატებას, რადგანაც თქვენზე არის დამოკიდებული ზოგადად განათლება, ზოგადად ადამიანების განწყობა, ცნობიერების ამაღლება და ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ ამ მიმართულებით და მინდა რომ წარმატებულები იყოთ და ყველა თქვენს მაყურებას ულოცავ დამდეგს. ღვიძლი თავისებური ორგანოა, თავისებურია იმდენად რომ საუკუნეების განმავლობაში ის მთავარი სისხლის მიმოქცევის ორგანო ეგონათ და მხოლოდ მე-16 საუკუნეში ჰარვეიმ საბოლოოდ გვიწყა რომ არა ბატონო გულია ეს მთავარი ორგანო და არა ღვიძლიო, მაგრამ ღვიძლს ამით არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. ის არის აი ვებერთელა ქარხანა ჩვენს ორგანიზმში, რომლის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. რამოდენიმე საათი ღვიძლის გარეშე საკმარისია რომ ადამიანი დაიღუპოს, შეუქცევადი დაზიანებები გამვითარდეს და აუცილებლად სიკვდილით დამთავრდება. მაშინ როცა შეიძლება ვთქვათ ორი თითქმის გარეშეთაც თვეობით იყო, თვეობით თუ არა იყოს ადამიანი. დღეები ნამდვილად იქნები და ამით არ დაიღუპები. არის კიდევ სხვა ორგანოებიც, რომლის გარეშე შეიძლება რაღაცა პერიოდი იცხოვრო, მაგრამ ღვიძლის გარეშე ვერ იცხოვრებ რამოდენიმე საათის შემდგომ აუცილებლად დადგება ცუდი შედეგი. ამ ყველაფერთან ერთად მოწყვლადი ორგანოა, ხო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ვიცით რომ თითქოს სასმელი მოქმედებს, საკვები მოქმედებს, ძალიან გამძლე ორგანოა. გამძლე ორგანო. საკმაოდ. მისი 20%-ით 15%-ით თუ შენარჩუნდა, მოფუნქციონირე, ადამიანი ჩვეულებრივია, თქვენ მას ვერ შეატყობთ, ანალიზებიც კი შეიძლება ნორმალური კონდეს. ხშირად როცა ჩვენთან პაციენტები გადანერგვაზე მოდიან, ზოგიერთ მათგანს ნაწილი, ყოველ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციები ნორმას გვიჩვენებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ნორმა
უბრალოდ იქ ნორმალური უჯრედი რო არ დარჩება, მე ანალიზი აღარ იცვლება. აი, გადანი რო გავახსენებთ ბატონო კახაბერ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ალბათ ღვიძლის, ასე ვთქვათ, შენახვის ახალი მეთოდოლოგიაა. რამდენად არის ეს დღეს დანერგილი საქართველოში, რომელიც გულისხმობს ცოცხლად, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიან ღვიძლის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში, ხო, გარკვეულწილად და რას ცulis ზოგადად ეს სამსხეროში? ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ საქართველოში, ეს არის ცოცხალი დონაცია, რაც ნიშნავს, რომ ცოცხალი დონორიდან ვიღებთ ორგანოს. ორგანოს შენახვა, ეგრეთ წოდებული პროკრიუმენტი და მისი შემდგომ ტრანსპორტირებისთვის შენახვადობა, ეს არის გვამური დონაციის დროს. როცა გვამიდან ხდება ორგანოს ამოღება. იმიტომ რომ ცოცხალის ამოღების დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დრო რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ნუ პრაქტიკულად დაახლოებით 9 საათში მე ვიწყებ ჩანერგვას. ანუ 9 საათია, როდესაც ის ცივ იშემიას განიცდის, შემდგომ ვიწყებთ ჩანერგვას, რომელიც დაახლოებით რეპერფუზიამდე კიდევ 1 საათია და ამის შემდგომ ღვიძლი უკვე იმპლანტირებულია და იწყებს გაცოცხლებას. უფრო ეფექტურია ამ შემთხვევაში ბატონ კახაბე, როცა დონორი არის ცოცხალი და ეს სწრაფად ხდება გადანერგვის პროცესი თუ როცა შენახულია ღვიძლი რაღაც პერიოდის თავისი პლუსი აქვს გვამურ დონაციას, თავისი პლუსი აქვს ცოცხალ დონაციას. ცოცხალი დონაციის პლუსები ზუსტად თქვენ სწორად მიხვდით, რომ ცივი იშემიის პერიოდი ძალიან ცოტა გვაქვს, ორგანო კარგია, ოპერაციისთვის ვემზადებით რეციპიენტს და დონორს ვამზადებთ. მაშინ როცა გვამური დონაციის დროს ამდენი დრო არ აგაქვს, როდესაც ჩდება დონორი, ეგრეთ წოდებული, რომელსაც ჩვენ გვამს უწოდებთ, სინამდვილეში იქ გულიც მუშაობს და სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, უბრალოდ გება ტვინის სიკვდილი. აი მაგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 24-დან 48 საათამდე დრო, რომ პაციენტიდან მოხდეს ორგანოს ამოღება. ეს ძიმე თემაა თან ახლა რაზეც საუბრობთ, ასეთ შემთხვევაში ოჯახის წევრებისგან იღებთ ალბათ ხომ ნებართვას. სამწუხაროდ შეიძლება იყოს სრულად უცხო ადამიანი, ხომ? ეს დონორი. ისინი ყველა უცხოა, როგორც წესი. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ საქართველოში ეს დონაცია ვერ დავიწყეთ. მესმის კიდე ძალიან ემოციურია რაღაც. ნუ არის რაღაც პრობლემები, რომელსაც ალბათ დღეს ჯობს არ ვისაუბროთ, მაგრამ თავარი არის რომ არსებობს რამოდენიმე პრინციპი, ეს არის თანხმობის პრეზუმპცია და არის არათანხმობის პრეზუმპცია, ნუ ეს იურიდიული ტერმინებია. ერთი ნიშნავს რომ აპრიორი ყველა ჩვენთაგანი თუ კი სიცოცხლეში არ გვაქვს გაცხადებული რომ უარს ვამბობთ დონორობაზე, სიკვდილის შემდგომ დონორები ვართ და მაშინ ჩვენ ოჯახს არაფერს არ ეკითხებია. მეორე კანონმდებლობის მიხედვით აპრიორი ყველა უარს ვამბობთ, ანუ გარდაცვალების დროს თუ არ გვაქვს დაწერილი რომ მე ვარ დონორი, მაგ შემთხვევაში არ ეკითხებიან ოჯახს, ხოლო თუ კი ეს არ გაქვთ დაწერილი, მაგ შემთხვევაში უკვე თქვენ ოჯახს ეკითხებიან, თქვენი ოჯახის პირველი რიგის ნათესავები თუ არის თანახმა ეს ორგანო შეიძლება იყოს გამოყენებული. ბატონ კახაბე, მოდით აი ცოცხალ დონორზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში, ადამიანზე, რომელიც სიცოცხლის რისკის ფასად გასცემს თავის ორგანოს, როგორ ირჩევა დონორი, ამაზე გვიამბეთ და მისი ჯანმრთელობის მონიტორინგიც ხდება ალბათ, ხომ, პარალელურად. მოგვიყევით როგორ და გახდეს. დავიწყებ იქედან, რომ ყველა დონორი არის ჩემთვის თანამედროვეების გმირი. მე არ ვიცი სხვა რა არის გმირობა. გარდა იმისა, რომ შენ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე. მე ეს მგონია გმირობა. და ეს ადამიანები ყველა გმირებია, განურჩევლად იმისა, ისინი ნათესავებია, ახლობლებია, აბსოლუტურად ემოციურ კავშირში მყოფი ადამიანებია. ჩემთვის ისინი გმირებია. შვილსაც კი რო აძლევს მშობელი, ისიც გმირია. იმიტომ რომ ეს შეიძლება უფრო იოლი იყოს შენი შვილისთვის სიცოცხლის გარისხვა, მაგრამ ზოგი ამას მეუღლისთვის აკეთებს. მე მქონია შემთხვევა, რომ სიძემ თავის სიმამს მისცა ღვიძლი, სიდედრმა შვილს მისცა, მეგობარმა მეგობარს, ნათლულმა, ნათლიას, ძმისშვილმა, მამიდას. აი ამ შემთხვევაში აქვე ჩაგეკითხებით ბატონო კახაბერ, ნათელი რომ მოვფინოთ ტელემაყურებლისთვის, შეიცავს თუ არა საფრთხეს ეს манипуляция გამცემისთვის. აი ვინც გადასცემს დონორისთვის, აი ვინც აძლევს თქვა ღვიძლს, ახლა რო გითხრათ რომ აბსოლუტურად უსაფრთხოაო, ხო არ უნდა დამიჯეროთ, არა? ადამიანი რომელიც 6 საათიან ოპერაციაზე დაწვება
საკუთარი ღვიძლის 60%-ს ამოიღებენ მისი ორგანიზმიდან და მისცემენ სხვას, როგორ შეიძლება ეს რისკს არ შეიცავდეს? ეს ნებისმიერ შემთხვევაში 60% არის, ანუ სტანდარტია თუ შეიძლება პლუს მინუს. ეს დამოკიდებულია როგორ იჭრება თავად ღვიძლი. ჩვენ ამას არ გავსაზღვრავთ. ღვიძლს გააჩნია თავისი სისდარღვოვანი არქიტექტონიკა, რომელსაც წინასწარ მოდელირება უკეთებთ კომპიუტერულს და მოდელირებით დაახლოებით ვსაზღვრავთ თუ რა პროცენტი ამოვა და რა პროცენტი დარჩება. თუ კი დარჩენილი ღვიძლის ოდენობა დონორისთვის რისკს შეიცავს, ეს ოპერაცია არ გაკეთდება. ეს წინასწარი გეგმება. დიახ, რა თქმა უნდა. ინტრაოპერაციულადაც თუ ოდნავ შევამჩნიე, რომ რაიმე რისკი ჩდება დონორისთვის, მაშინაც შედგება ოპერაცია. ხოლო თუ ყველაფერი რიგზია, გავაგრძელებთ და მივალთ წარმატებულ დასასრულს. აი და დონორის ჯამთელად გააგრძელებს ცხოვრება. დონორი არსებობს მთავარი პრინციპი. დონორი იყო ჯანმრთელი, დონორი უნდა დარჩეს. აქ ალტერნატივა არ არსებობს. მე დღემდე ვერ ვიხსენებ, რომელიმე ჩემი დონორი მოსულიყოს, მადლობა უფალს, მოსულიყოს და პრობლემები მოეყოლოს ჩემთვის. მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც თიაქარი გაუჩნდათ და მე თიაქრის კორექცია მოგვიყვება. იცით რა მინდა ეს ნებისმიერი ოპერაციის შემდგომ შეიძლება განვითარდეს. იცით რა მინდა გკითხოთ? ხშირ შემთხვევაში რა მიზეზით არის გამოწვეული ღვიძლის პათოლოგიები? არის რეალურად ამის ძირითადი მიზეზი არასწორი ცხოვრების წესი? თუ რაღაც გენეტიკური ფონი უფრო მეტად? ჩვენი ყველა დაავადება უმეტეს შემთხვევაში არასწორი ცხოვრების წესიდან მოდის. მე დიაბეტი მაქვს. ესეც არასწორი ცხოვრების წესია 90-იან წლებში. სწორად და ჯანსაღად რომ ეცხოვრა შეიძლება არ დამართოდა. თუმცა არის გენეტიკური ფაქტორებიც, განწყობებიც და რაღაცა თანდაყოლილი დაავადებებიც არის. გარემოც ხო ამასთანავე. დიახ, გარემო რთული პირობები, ახლა ჩვენ არ გვაქვს მარტივი ცხოვრება 90-იანებში გავლილი და ბუნებრივია ეს ასვამს თავის დახს. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ, ეს არაჯანსაღი ცხოვრების ხშირად შედეგია, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ ხო წმინდანები არ ვართ, ჩვენ უშვებთ შეცდომას, ჩვენ ცხოვრობთ შეცდომებით, უბრალოდ თავარია რომ ჩვენ გავიაზროთ შეცდომა და მოვიდანიოთ. აი ამ გააზრების მომსწრეთ უხართ ხოლმე, ესეც საინტერესოა, გააზრების და გაცნობიერების, როდესაც ხდება პაციენტი. თუ არ დავწმუნდი რომ ამ ადამიანმა გაიაზრა ყველაფერი და ის მზად არის ხელახლა დაიბადოს, მაშინ ამ ოპერაციის გაკეთება ასკარგავს. იმიტომ რომ აქ ვებერთელა რესურსია ჩადებული. ვიღაცამ საკუთარი სიცოცხლე შენთვის უნდა გარისხოს. სახელმწიფომ დიდი ოდენობით თანხა უნდა მოაკლოს სხვას, სხვა რაღაცა დანიშნულებებს და შენ მოგცეს. შენს გამო ნახევარმა საავადმყოფო მიშრომოს. შენმა ოჯახმა ამაზე იდარდოს და შენმა სანათესავო და შენ მე ყველაფერი ეს ისევ წყალში გადაყარო. მაშინ არ ახარ ღირსი ამისი და ნუ ამას ჩვენ ასე უხეშად არ ვეთქვით რა თქმა უნდა, მაგრამ სანამდე არ შევძლებთ მასთან. ყოლია ასეთ შემთხვევა, რომ აი ადამიანი რომელიც მეტადონის პროგრამაზე იყო, მე და მან ერთად დავანებეთ თავი მეტადონს, მე არა, მაგრამ ნუ ერთად გულისხმობთ, ამიტომ ფსიქოლოგის როლიც იკისრეთ, ესე გაკეთდა. ერთად ვიშრომეთ ამისთვის, სამავადმყოფოში მეწვა, ნელ-ნელა დოზას უკლებდი, შევძელით მისი მოშორება, გავიარეთ რამოდენიმე თვე მის გარეშე და შემდგომ გავაკეთეთ ოპერაცია და ეს ადამიანი დღეს ბედნიერია. ყველა ღვიძლის გადანერგვის შემდგომ ადამიანი იცვლება. დიახ. რას გულისხმობთ? ფიზიკურად იცვლება. ახალგაზრდავდება. ახალგაზრდავდება. დიახ. ახალგაზრდავდება. აი მოდით ამ გადანერგვის პროცესზე ვისაუბროთ, ჩვენთვის საამაყოა, რომ თქვენ ხართ პირველი ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ერთი-ორად აწიეთ მედიცინის როლი, ექიმის როლი. მადლობა თქვენ და პირველ რიგში იმისთვის, რომ გადაარჩინეთ უამრავი სიცოცხლე, ხო? რამდენად ძვირი სიამოვნებაა დღეს ღვიძლის გადანერგვა, ხელისუფლება თუ არა ადამიანებს ამ სერვისით სარგებლობა, სახელმწიფო აფინანსებს თუ არა ამ თემებზეც რომ ვისაუბროთ. თქვა რო არ დარჩეს მაყურებელს თქვა დამსახურება. ერთი სიტყვით მინდა დავამატო, რომ ჩემს უკან ძალიან დიდი გუნდია და ყველა ეს ადამიანი ისეთივე მოზიარია ჩემი წარმატების. კი, მესმის, რომ ყველას ვერავინ ვერ ჩამოთვლის და რა თქმა უნდა შეიძლება ჩემი წილი ცოტა მეტი იყოს, მაგრამ მე ჩემთვის ეს ადამიანები ყველა ძვირფასია და თვითეული მათაგანი, ისე როგორც დიდ მექანიზმში ერთი ჭანჭიკის გამოვარსვლაც კი მექანიზმს აჩერებს, მოტორს, რომელსაც ვებერთელა ცხენის ძალებია გააჩერებს, ისევე გაჩერდები ჩვენ ის ერთი ადამიანიც რომ გამოგვაკეთეს იმდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, აი პრობლემა იმაშია, რომ აი ამ ოპერაციების დროს და აი ამ
ქცევების დროს ჩვენ დღეს 130 გადანერგვა გვაქვს შესრულებული. 130 წარმატებული გადანერგვა, რაც ნიშნავს, რომ ეხლა გასულები ვართ დაახლოებით 20 გადანერგვამდე წელიწადში. წელიწადში 20 ღვიძლის გადანერგვა. დაახლოებით 19, 18, 20 აი ამ ციფრებში მერყეობთ. ამ რაოდენობებში მერყეობთ და ეს არის სამჯერ ნაკლები ვიდრე არის საჭირო. ამის გარდა ჩვენ თბილისში გვყავს გუნდი, რომელთანაც ერთად მუშაობ და იქ დაახლოებით 11 გადანერგვა გქონდა წელს და დაახლოებით 30 ჯამში შეგვიძლია ეხლა შევასრულოთ და ეს არის ნახევარი იმისით, შეიძლება ნაკლებიც კი ვიდრე გვჭირდება. მაგრამ ზოგიერთი ადამიანს დონორი არ აყავს. და ძირითადი პრობლემა ეს არის. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა აჭარის ხელისუფლებას, იმიტომ რომ სწორედ პირველი ინიცირება თანხის და საკმაოდ დიდი თანხის დაიწყო აჭარის ხელისუფლებამ, როდესაც ჩვენ ეს გავაკეთეთ პირველად. ამას ალბათ სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა, რომ მის ქალაქში რაც კეთდებოდა, იმას მხარი დაუჭიროს, სწორი იყო და მე მადლიერი ვარ ამისთვის. მაშინ ბატონი ზაალ მიქელაძე იყო მინისტრი, როცა პირველი ინიცირება მოხდა, პირველი 70,000 ლარი გამოიყო. ეს ოპერაცია არ ჯდება იაფი 125,000 ლარი ჯდება და დღეს საბედნიეროდ ჩვენ იქ ვართ, რომ ამას მთლიანად ფარავს სახელმწიფო. სხვადასხვა ტიპით აჭარის მოსახლეობას აჭარის ბიუჯეტი უფარავს, თბილისის მოსახლეობას თბილისის ბიუჯეტი და დანარჩენ საქართველოს ჯანდაცვის. მოდით კიდევ უფრო მეტად დავკონკრეტდეთ, როგორ უნდა მოხდეს ადამიანი ამ ძალიან ვიწრო სიაში, ხო, 30 ადამიანში ამ ნუსხაში. რა არის მთავარი ფილტრი, რითაც ამ შემთხვევაში თქვენ ხელმძღვანელობთ? ერთი ის გასაგები რომ არ გადამნერგოთ ღვიძლი, რაუნდენ გასაოცარი პასუხიც არ უნდა იყოს. მკურნალობას დაექვემდებაროს. ვცდილობთ, რომ ამ ადამიანს საკუთარი ღვიძლი უფრო დიდხანს გამოადგეს. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ოპერაცია. 6 საათიანია, ხო? როგორც აღნიშნეთ. 6 საათი ალბათ სპორტია. 6 საათში დაგვიმთავრებია მომხდარა, მაგრამ საშუალოდ ეს გრძელდება 9 საათი. საშუალოდ. პირველი ოპერაცია 23 საათი გრძელდებოდა, მაგრამ იმის მერე გუნდიც დაიხვეწა, მეთოდებიც დავხვეწეთ, ტექნიკური შესაძლებლობები გავზარდეთ. დღეს 9-დან 11 საათამდე ყველა შემთხვევაში ვამთავრებთ. თუმცა ყოფილა შემთხვევა სულ ახლახან, რომ 2 დღე გაგრძელდა ოპერაცია. 2 დღე გაგრძელდა, 48 საათი. 36 საათი დაგჭირდა ოპერაციის დასამთავრებლად, იმიტომ საკმაოდ რთული შემთხვევა იყო, გართულებაც ჰქონდა და ფაქტიურად სიკვდილს ვებრძოდით და საბედნიეროდ გავიმარჯვეთ. და მინდა იმის თქმა, რომ აი ამ ოპერაციის მთავარი მიზეზი უნდა იყოს ღვიძლის ტერმინალური უკმარისობა. ანუ როდესაც ადამიანი ამ ღვიძლით უკვე შეიძლება კიდევ იცოცხლოს, მაგრამ სხვა სისტემებს და სხვა ორგანოებს აყენებს უკვე ზიანს. და გახანგრძლივება ამ მდგომარეობის მას რაღაც მომენტში შეუქცევად დაზიანებამდე მიიყვანს, იმდენად რომ მე შეიძლება გადანერგვას აზრი არ გქონდეს. ამიტომ ეს ძალიან ფაქიზი და ძალიან პატარა ზონაა, რომელიც ზუსტად უნდა მიხვდე და იმ მომენტში უნდა განახორციელო. ეს არ ეხება კიბოს. ღვიძლის ონკოლოგიაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პაციენტების 30%-ს კიბო აქვს. ეს არის კიბოს ღვიძლის კიბოს დროს ერთადერთი წარმატებული მეთოდი მისი განკურნების. 70-80%. ამ შემთხვევაში უალტერნატივია. არის სხვა მეთოდებიც, როდესაც ტრანსპლანტაცია არ გამოგვდის. მაგ შემთხვევაში ვთქვათ რეზექციას ვაკეთებთ ან აბლაციას ვაკეთებთ, მაგრამ სტატისტიკურად ყველაზე მაღალი და კარგი შედეგი სწორედ ტრანსპლანტაციის დროს გვაქვს და თუ კი პაციენტი ამ კრიტერიუმებში ჯდება, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვთავაზობთ. აი საინტერესო არის ბატონო კახაბერ თქვენ საუბარში როგორც მივხვდი ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც დონორების დეფიციტია. გარკვეული ახალი ტექნოლოგიები არსებობს, როგორც ყოველთვის წავიკითხე, რომელიც გარკვეულწილად თუ კი ადრე მიიჩნეოდეს, თქვათ რისკიანად მიჩნეული ღვიძლი დღეს აი ამ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება უკვე გადაინერგოს. აი რა ტექნოლოგიებზეა საუბარი და როგორ შეიცვალა ეს მეთოდი? თქვენი კითხვა ისევ ეხება გვამურ დონაციას. ცოცხალი დონაციის დროს ვერანაირ რისკიან ღვიძლს ვერ გამოვიყენებთ. იმიტომ როგორია საერთოდ რისკიანი ღვიძლი რას ნიშნავს? ნუ მაგალითად C ჰეპატიტი აქვს პაციენტს, მაგრამ ფიბროზი აქვს პირველი ხარისხის ან მეორე ხარისხის. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ღვიძლი გადანერგილი იყოს. მაგრამ ამას ცოცხალ დონორში ვერ შვებით, იმიტომ რომ დონორი დგება რისკის ქვეშ. C ჰეპატიტიან ან B ჰეპატიტიანის
პირველი ხარისხის ფიბროზით რო ღვიძლი ამოვიღოთ, მას მცირე დარჩება და ის ღვიძლი აუცილებლად მივა დაზიანდება და პაციენტი თავად შეიძლება გახდეს გადასანერგი და ამიტომ ამას არ გავაკეთებთ. მაგრამ გვამური დონაციის დროს ეს შესაძლებელია. კიდე სტეატოზი იყოს, რაღაც დაზიანებები კონდეს ღვიძლს, მაგრამ ფუნქციურად შენარჩუნებული იყოს, იმდენად დიდია დეფიციტი ორგანოების, მოცდის სიაა ჩვეულებრივ, კეთდება მოცდის სია, მოლოდინის სია ეგრეთ წოდებული, ჩვენც გვაქვს ეს სია, მაგრამ ჩვენთან პირობითია, იმიტომ რომ თუ პაციენტს აქვს დონორი და ჭირდება გადანერგვა, ჩვენ იმ სიიდან, სადაც არ უნდა იყოს, გადმოვწევთ მას პირველს. იმ მოლოდინის სიაში პაციენტების უმრავლესობა ზუსტად დონორს ელოდება. რომ შეიძლება ვინმე ნათესავი დათანხმდეს, ან ახლობელი დათანხმდეს, ან ოჯახის წევრი დათანხმდეს. თან მხოლოდ თანხმობაც არ არის საკმარისი ანალიზები უნდა ჩატარდეს. არ არის სულ ცუდად და ვეუბნებით რომ მოდი შენ ჯერ მოლოდინში იყავი. ხო და ჯერ კიდევ გავქაჩავთ შენს ღვიძლს, შეიძლება 1 წელი, შეიძლება 2 წელი. და მანამ სხვას გადავარჩევ. ეს ალგორითმი და მონაცემთა ანალიზი დაახლოებით როგორც მივხვდი თანამედროვე ტექნოლოგიაში იგულისხმება AI-ც, რომელიც შეიძლება ექიმს უმარტივებდეს როგორც პაციენტის, ასევე დონორის შერჩევას. არსებობს ეგრეთ წოდებული MELD score, ან თქვათ child push ასევე კრიტერიუმები, რომელიც გეუბნება თუ რამდენადაა ამ პაციენტის რისკი. ის მეტიც რო შეყავს მონაცემები გიწევს თუ რა პროცენტია მოსალოდნელი მასთან დამძიმება რა პროცენტია და აიმით უდგებით 100-ი აქვს არა აქვს, სიყვითლე აქვს არა აქვს, ონკოლოგიასთან გვაქვს საქმე, არ გვაქვს, ვარიკოზები აქვს, სისდენები აქვს თუ არა აქვს და ასე შემდეგ. ამით ხდება განსაზღვრა. გარკვეული ალგორითმის აგება და ეს ყველა მონაცემი ჯამში გვეუბნება დავაჩქაროთ უნდა ეს კაცი თუ არა. და გარკვეულწილად სადაც დრო არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შეიძლება აქ ექიმისთვის კიბო არის უალტერნატივო, კიბოს აუცილებლად წინწევთ ყოველთვის, იმიტომ რომ ონკოლოგია რთულია იმ გაგებით, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მილანის კრიტერიუმი, რომელიც დღეს მაინც რჩება წამყვანად, მაგრამ მაინც უკვე წინ წამოვიდა წინა პლანზე თავად ონკოლოგიის ბუნება. თუ კი მისი ბუნება და თუ მისი აგრესიულობა მაღალია, ზოგჯერ იძულებული ვარ თქვა ჩავატაროთ გარკვეული იმუნოთერაპიული მკურნალობა და მერე გავიყვანოთ პაციენტი გადანერგვაზე. ან ჩაუტაროთ აბლაცია, ან ტრანსარტერიული ემბოლიზაცია და იმის შემდგომ რომ შევამციროთ მისი აგრესიულობა, მერე გავაკეთოთ გადანერგვა. ბატონო კახაბერი, არ შეიძლება ღვიძლზე საუბრის დროს არ ვახსენოთ C ჰეპატიტი, რომელიც საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა საქართველოში. არსებობდა ელიმინაციის პრობლემა, რომელიც ახლაც გრძელდება, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა პაციენტები როგორ ცნობენ თავს და შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტისგან სრულად განკურნება. ეს არის გრანდიოზული პროგრამა ელიმინაციის, ეს უდიდესი წარმატებაა ზოგადად სამყაროს და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ყველა იმ ხელისუფლებების ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, იმიტომ რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში დაიწყო მაშინ, როცა ევროპაში ფული ღირდა. ანუ ევროპის მოსახლეობა მას ვერ იღებდა უფასოდ. როცა საქართველოს მოსახლეობა იღებდა იმ გრანტის მეშვეობით, რომელიც ჯილიარდმა ჩვენ გამოგიყო. თითქმის 25,000 ევრო ღირდა და ეს მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო. ფანტასტიკური თანხა იყო. და ჩვენი მოსახლეობა მე ვიტყვი რომ გადაარჩინა ამ პროგრამამ. ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ცოდნის დაბალი დონე გქონდა მაშინაც. და ყველას ეგონა რომ თუ კი ჩაიტარებდა ის ამ ელიმინაციას და C ვირუსი მას რაღაც ანალიზში არ მოუვარდებოდა, ის თვლიდა რომ ჯანმრთელია, მას აღარაფერი არ ემუქრება. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ. ექიმიც ამას ეუბნებოდა რომ თქვენ ჯანმრთელი ხართ, სინამდვილეში ეს ასე არ იყო, რა თქმა უნდა. და გადამდები. ბევრი მათთაგანი სამწუხაროდ დასნებობდა კიბოთი და გარდაიცვალა. ბევრი მათთაგანი დამძიმდა, ანუ მოხდა ვირუსის უკან დაბრუნება, ის პერსისტირება. ესენი არ არიან ჯანმრთელი ადამიანები. ვირუსის ელიმინაცია არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას. ეს ნიშნავს ვირუსის ელიმინაციას. ანუ ჩერდება თქვენს ღვიძლში შემდგომი დაზიანება. ანუ გეძლევა შანსი, რომ ამ მდგომარეობის კომპენსირებით შეინარჩუნო და გაიხანგრძლივო ცხოვრება. განკურნება ხდება ისე. კი, როგორ არა.
ანუ შეგვიძლია მაგ შედეგად. კი, როგორ არა ადამიანმა პერმანენტულად უნდა იტაროს კვლევა და შეიძლება ვირუსს დაბრუნდეს და მოუწიოს ხელმეორედ ჩატარება. აი განვმარტოთ ახლა მაყურებლისთვის, თქვა ადამიანმა რომელსაც დაუდასტურდა C ჰეპატიტი, რომელიც არის წინაპირობა სხვა ძიმე დაავადებებისა, საბედნიეროდ გვაქვს პროგრამა C ჰეპატიტის ელიმინაციის, დაიწყო მკურნალობა, გაიარა კურსი, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ მისი ღვიძლი არ არის ჯანმრთელი. ყველა ვარიანტში იქნება რაღაცა დონის დაზიანება, იმიტომ რომ ვირუსი როცა დაემართა, მაშინ ხო დააზიანა მისი ორგანო არა? დაზიანება იქნება, ოღონდ გააჩნია ახლა წესი და კანონით ბიოპსია უნდა ჩატარდეს ღვიძლის, რომ ჩვენ ზუსტად ვთქვათ, რა ტიპის დაზიანებაა და რა ხარისხის დაზიანებაა. თუ ეს არ გვაქვს ჩატარებული, მაშინ ჩვენ სუბიექტურ მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ, როგორც არის ეხოსკოპია, ელასტოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ამათი მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ, მაგრამ პაციენტს უნდა ახსოვდეს, რომ მისი ღვიძლი არის დაზიანებული, მის ორგანიზმში იყო C ვირუსი, რომელიც 100% შეიძლება არ მოკვდეს, შეიძლება დაბრუნდეს. მუდმივი მონიტორინგი მოკლედ. შეიძლება მონიტორინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ექიმთან პერმანენტულად. ბატონო კახაბერ, ერთი წუთით ნიკო დავიწყე კითხვის დასმა. როდესაც იწყებენ მკურნალობას ღვიძლის არასამედიცინო მეთოდებით, ხალხური მეთოდებით. ესეც მსმენია, ბათუმშიც არიან ადამიანები, რომლებიც პირდებიან პაციენტებს, რომ აი ხალხური მეთოდებით, გარკვეული სითხეებით და სხვა მანიპულაციით განკურნავენ ღვიძლის პათოლოგიას. რა რისკებთან არის დაკავშირებული ეს? რა სიტყვით თქვენი დამოკიდებულება ამას დაკავშირებით? რა იცით, მე მაქვს ტრადიციული განათლება მიღებული. ეს არის არატრადიციული მედიცინა. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი არატრადიციული მედიცინის ცუდია და უარგისი. მე ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ვებერთელა კარაბადინი გვაქვს ქართველებს, ხო? და თუნდაც ტრავმატოლოგიაში. ეს კარაბადინი ზუსტად ადამიანებს იმ დროს კურნალობდა და მათი ერთადერთი შველა იყო, ხო? ყველაფერი ცუდი არ არის, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში იმ კურნალო მეთოდებით, რომელიც არც არავის გამოუკვლევია, არც მისი მედიკამენტების თუ რასაც ხმარობენ, მათი ნივთიერებების შესწავლა არ მომხდარა, არ ვიცით აუთკამი, ანუ გამოსავალი როგორია ამის შემდგომ, ხო? ამისთვის ნებისმიერი არც AI გვეუბნება რა. ხო, არაფერი არ ვიცით. აი მე რა უფლება მაქვს ვინმეს ამაზე უთხრა, რომ კი ეს კარგია. ვერ ვეტყვი ამას სამწუხარო. ეს მისი არჩევანია. ადამიანი თავისუფალი ადამიანია და რასაც უნდა იმას იზამს. თუ სხვა ზიანს არ აყენებს ამით, მაგრამ ცოტა როცა მეტი საშუალებები გაქვს, ალბათ ჯობია და სწორია ის გზები გამოიყენო. მე მესმის რომ ყოველთვის ექიმები მართლები არა ვართ. მე თქვენ რომ დღეს მოგიყვეთ რა ოპერაციებს ვაკეთებდით ჩვენ 30 წლის წინ და დღეს ის ამაზიანებელი და მომაკვდინებელი ადამიანებისთვის და დღეს იმას აღარ ვაკეთებთ და იმის გაკეთებისთვის შეიძლება მე სხვაც დავსაჯო, რაც გამიკეთებია. იმიტომ რომ იმ დროს ის ცოდნა იყო საუბედუროდ, მაგრამ ჩვენ შეიძლება მომავალშიც ასე მოხდა ეს? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მედიცინა ვითარდება, სპირალურია, ეს მოდა გარკვეულწილად, ჩემ მასწავლებელი, მე ასე მასწავლიდა რომ მედიცინა მოდა დღეს ეს არის, ხვალ სხვა იქნება. თან მithumetes ბოლო პერიოდში გავაკეთოთ, რაც იმ წუთას სწორად ითვლება ყველგან. თუ ჩვენ მორალურად მართალი უნდა ვიყოთ საზოგადოებასთან. შენ რო კითხვა არ შეგიძლია და შენ რო რაღაცის გარკვევა არ შეგიძლია, ეს იმ ადამიანის ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ, ჩვენ კვლევებს ვერ ჩავატარებთ. თავარია რომ ჩვენი მკვლევების შედეგებთან ვიყოთ და მაშინვე ვგებულობდეთ, ყველაფერს სწორად ვგებულობდეთ, ტექნოლოგიები მოგქონდეს და ამას ვაწვდით ჩვენ საზოგადოებას. შეცდომა რა თქმა უნდა იქნება, როგორ შეიძლება სწორი ვიყოთ ყოველთვის. ხო? მოდა იცვლება, ტანსაცმლის მოდა იცვლება. იმას დღეს არავინ არ იცავს, რასაც ადრე ვიცავდით, ხო? მეტი შეიძლება დღეს დამაზიანებელიც იყოს იმის ჩაცმა, მაგრამ ნუ ეს ჩვენი ცხოვრება იყო და ჩვენ გავიარეთ ეს. და ბოლო კითხვა იქნებოდა ესეთი, ხშირად გვესმის ხოლმე რაღაც ესეთი ახალი ფრაზა, რომ ხელოვნური ღვიძლი და ბიოინჟინერია ეს შეიძლება იყოს თუ არა რეალურად ალტერნატივა მომავლის თუ დღესჯერჯერობით დაკვირვების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება. ამისი ჯერა ისეთი დიდი დეფიციტია ორგანოთა და საბოლოოდ ჩვენ ყველას ყავს ალბათ ავტომობილი, ვინც აქვს ვართ, ხო? კი ბატონო. ჩვენ ის ეპოქა ხო გავიარეთ, როდესაც
პატარა კულიბინები იყო ყველგან და რაღაცა ნაწილი რო გაგვიბუჯდებოდა, გადააკეთებდა, გადმოაკეთებდა, ჩააკეთებდა და მაინც ის უნდა იმუშავებინა, იმიტომ რომ სამაგიერო არ იყო, ხო? დღეს ხო ყველაფერს ცვლით. ადამიანიც აქ მივა, ადამიანი ყველაფერს შეცვლის, რაც მას დაჭირდება. ჩვენ კბილებს ვიცვლით, ხო? რაც ასევე შეუძლებელი იყო. ხვიც ვიცვლით, თირკმელს ვიცვლით, ნუ twins ვერ ვიცვლით სამწუხაროდ. ზოგს ეგ ჭირდება ალბათ, მაგრამ დღეს ამას ვერ ვახერხებ. კიდურების გამოცვლა შესაძლებელია და ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ გენური ინჟინერია მაშინ შეძლებს ჩვენი დიდი პრობლემების გადაჭრას, როცა შესაძლებელი იქნება შენი საკუთარი უჯრედიდან, ღეროვანი უჯრედიდან გავზარდოთ ორგანო. მაშინ თქვენთვის ამ ორგანოს ჩანაცვლება ბევრადიული იქნება, ბევრად უმტკივნეულო იქნება, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვნერგავთ სხვის ორგანოს, იქ ჩვენ ვებერთელა ბრძოლად ვიწევს იმუნურ სისტემასთან, რომ ორგანომ არ მოიშოროს ორგანიზმმა. ამიტომ იმუნოსუპრესანტებს ვიყენებთ. იმუნოსუპრესანტებს რო ვიყენებთ, შეიძლება დენოვო მალიგნანსი, ანუ სხვა ონკოლოგია განვითარდეს. იმიტომ რომ თქვენი იმუნიტეტს ჩვენ ვაქვეითებთ, იქ ხშირია 10-15%-ში ასეთ პაციენტებში, გადანერგილებში ვითარდება სანერწყვე ჯირკვლის კიბო, კანის კიბო, თირკმლის კიბო. ჩემს პაციენტებსაც დამართიათ ეს და ერთ-ერთში მომიწია განმეორებით ორგანოს გადანერგვა. და როდესაც ეს ორგანო შენივე ქსოვილიდან იქნება გამოსდილი, მაშინ ჩვენი იმუნოსუპრესია არ დაგჭირდება. ოპერაცია ბევრად წარმატებული იქნება და ბევრად მეტის გაკეთებას შევძლებთ ადამიანებისთვის და შეიძლება ის ბიბლიური 600 წელიც არ იყოს საკამათო. შეიძლება ვიცოცხლოთ 600. შეგვიძლია ამ ნოტაზე დავასრულოთ. დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ ბედნიერ ახალ წელს იყვნენ ჯანმრთელად და კიდევ ერთს დავამატებდი რომ ღვინო ყველაზე კარგი ნივთიერებაა და ის არ იწვევს ციროს ნორმალურ ზომებში და ქართული ღვინო ყველას გამოადგება ახალ წელს და ზომიერად მიღების შემთხვევაში. ზომიერად შემთხვევაში ის აბსოლუტურად არაფერს არ ავნებს. პირიქით. უღმესი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად გამშვიდობებით. მადლობა თქვენ. კახაბერ ქაშიბაძე გახდათ დიდი შესვენების სტუმარი. დიდი მადლობა. დაგიბრუნდით. ვაგრძელებთ გადაცემას ასევე მნიშვნელოვანი თემით, თუმცა სანამ გავაგრძელებთ გადაცემას ესეთი რაღაც კითხვა მქონდა ჩემი თანაწამყვანებისთვის. აბა გისმენთ? როდის კითხეთ ბოლოს ადამიანს როგორ არის? ვინც გეხმარებათ შენ როგორ ხარ? ვინც გეხმარება? ვინც მეხმარება? ამ შემთხვევაში იგულისხმება შეიძლება იყოს ეს ახლობელი ადამიანი ან თუნდაც ფსიქოლოგი. ძალიან ხშირად ვსვამ მაგ შეკითხვას. შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ეს სამ კითხვაშიც ჩანს. და ჩვენ როცა ერთმანეთს ვეხმარებით, ხოლმე ერთმანეთს რჩევებს ვუზიარებთ, ვითვალისწინებთ ერთმანეთის გამოცდილებას და ერთმანეთის ტრავმებზე დაყრდნობით ვამბობთ იმ გარკვეულ რჩევას, ხო? თუმცა ხშირად ადამიანები არსებობენ გარკვეული ტიპის ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კარგი მსმენელები არიან და კარგი მეგობრები. და იჩაგრებიან, იმიტომ რომ ამ ადამიანებს არც არ ეკითხებიან შენ როგორ ხარ და ძირითადად მსმენელის როლში გამოდის. ეს ადამიანებს გირჩევთ მეტად ეგოისტები გახდეთ. ნაკლებად. ვიყავი ეგეთი ადამიანი და გადაწყვიტე რომ ახლა მეც მომისმინეთ. კი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მოკლედ დახმარებაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, თუმცა მედალის მეორე მხარეს იშვიათად უყურებთ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სხვა დახმარების ხელს გვიწოდებენ, ისინი რა პერიოდს გადიან, რამდენად მძიმე პერიოდს. ზოგადად რას ნიშნავს მათთვის, როდესაც სხვის ტკივილს, სხვის მწუხარებას, სხვის რაღაცა ტრამვებს ისმენენ და როდის იქნებიან. თორსა მათი პროფესია თან ყოველდღიურობა და ამასთან მგონია რომ ამ პროფესიასაც შემთხვევით არ ირჩევენ ადამიანები. თუმცა ალბათ ამას გარკვეული რესურსი ჭირდება და ალბათ გარკვეულ დროს დგება ეს თქვა პროფესიული გამოფიტვაც, ხო? ყველა ნებისმიერ პროფესიაში დგება თხის წესრიგში და ამ ადამიანებს ალბათ ყველაზე რთული პროფესია აქვთ, ვინაიდან ეს ბუცხრად მაყურებელს ვის გულისხმობთ? მაშველებს, ფსიქოლოგიურ მაშველებს. სხვა შორის ამ გადაცემის ამ ნაწილს ფსიქოლოგი. ეს არის ლაიტ. გადაცემის ამ ნაწილს ესე დავარქვი.
მე გვიშენ მითხარი. შველელის მშველელით როგორ იყო? კი. როდესაც მაშველი თვითონ არის საშველი. როდესაც მაშველი თვითონ არის საშველი. წარმოგიდგენთ სტუმრად. მოკლედ ანი ბარჯაძე ყავს სტუმრად ფსიქოლოგი, საკმაოდ გამოცდილი ადამიანი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებ, სწორედ რომ იმ პროფესიულ კრიზისზე, რომელიც ალბათ მის პროფესიაში ხშირად დგება, რა ესე ვთქვათ, პერიოდს გადის ის და ზოგადად როგორია ამ დროს მათი ესე ვთქვათ პროფესიული მდგომარეობა და ვისთან გადიან ისინი ფსიქოთერაპიას, ეს არის საინტერესო. ანი, შუადღემშვიდობის მოგესალმებით. მოგესალმებით, ანი. შუადღემშვიდობისა ქისმე. მოკლედ პირველი კითხვა ესეთი გამზადებული, გაშანშალებული მაქვს შენთვის რა ხდება ფსიქოლოგის შიგნით, მაშინ როცა წლების განმავლობაში სხვისი ტკივილს ატარებს და ესე ვთქვათ, რა ფასს იხდის ადამიანი ამ პროცესში, როგორც ფსიქოლოგი. იცი, სხვისი ტკივილის ტარება არ ვიცი, მაგრამ სხვისი ტკივილის პროცესში მონაწილე გარკვეულწილად რა თქმა უნდა ხარ. ანუ ამ შემთხვევაში თქვენ გამტარის როლი გაქვთ ფაქტიურად ესე გამოდის? აუცილებლად. თუ თერაპევტმა ვერ მოახერხა საკუთარი თავის დაცვა და არ არის გამტარი, მაშინ ისიც არის ცუდად. ამიტომ როცა გისმენდით, ხუმრობდით, რომ ფსიქოლოგებს ყავთ თავიანთი ფსიქოლოგი და კი მართალია, ფსიქოლოგსაც აქვს ადგილი, სადაც აზიარებს თავის პროცესებს, ყავს თავის სუპერვიზორი, ვისთანაც გადის პროფესიულ პროცესებს და ასევე არის რაღაცა ჯგუფები, ინტერვიზიის, ასევე ეძახით, სადაც კოლეგიალური მხარდაჭერა დგება და ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. აი, ძიმე ფსიქოთერაპიის ნაწილი შეიძლება თქვენს ფსიქოთერაპევტთან გაიტანოთ, როგორც მაგალითად ძიმე ნაწილი, რაზეც შეიძლება მოგიწიოთ საუბარი, რა საინტერესოა. ეს უფრო სუპერვიზორის ამბავია, სუპერვიზიაში გაგვაქვს ასეთი кейსები, რასთანაც გამკლავება შეიძლება ცოტათი გაგვიჭირდეს და თერაპიას და ჩვენს ჩვეულებრივად, როგორც ფსიქოთერაპიაზე, როგორც ადამიანები, ჩვენც ისე დავდივართ ჩვენი ტკივილებით, ჩვენი განცდებით, ჩვენი ემოციებით და ანი, მოდით იცით რა გითხარით, ჩვენ როცა ვცდილობთ შევარჩიოთ ფსიქოლოგი, ბევრ კრიტერიუმს ვითვალისწინებთ, ხომ? აი, თქვენს შემთხვევაში რა არის სახელმძღვანელო საინტერესო, იმიტომ თავად ამ პროფესიის წარმომადგენელი ხართ, შიდა სამზარეულოს კარგად იცნობთ, რით ხელმძღვანელობთ. სანამ აირჩევთ ადამიანს, რომელსაც გაუზიარებთ თქვენს ტრავმებს, ტკივილებს და მიიღებთ მისგან უკავშირს. ცოტა შორიდან რომ დავიწყო, ფსიქოლოგიაც არის ჩვეულებრივი მეცნიერება, ხო, როგორც ყველა. ფსიქოლოგია შეიძლება ისწავლოს ყველამ, როგორც მეცნიერება წაიკითხოს წიგნები, გაიაროს ბაკალავრი, მაგისტრატურა, როგორც ხდება, ხო? მაგრამ ფსიქოთერაპია და კლიენტთან მუშაობა საერთოდ პროცესი, რომელიც მოიაზრებს ბევრად ღრმა პროცესებში შესვლას და ამაზე პასუხისმგებლობების აღებას. გულისხმობ, როგორ უნდა შევარჩიოთ არა მარტო მე ადამიანებმა ფსიქოთერაპევტი. უნდა ვიკითხოთ, აქვს თუ არა მას ფსიქოთერაპიის განათლება კონკრეტულად და არა ფსიქოლოგი. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, აი, ყველაზე მარტივი მაგალითით, რაღაცა ავიაციის ინჟინერსაც აქვს განათლება ამ სფეროში, მაგრამ ის არ აძლევს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ჩაჯდეს პილოტის სკამში და მართოს თვითმფრინავი, ხო? და ეს შეიძლება დასრულდეს სავალალო შედეგითაც კი, თუ შესაბამისი განათლება არ აქვს. აი, ამ რისკების წინაშე ვდგავართ, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ არსებობს რამდენიმე თვიანი, არ ვიცი, სხვადასხვა ფსიქოლოგიების გადამზადების კურსები, სადაც გარკვეულ სერტიფიკატზე დაყრდნობით ღებულობენ ადამიანები აი ამ რაღაცა კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე არის რაღაცა კოუჩინგის კურსები და რაღაცნაირად თითქოს ეს 21 საუკუნეში ძალიან ბევრი ფსიქოლოგია, ძალიან ბევრი კოუჩია, თითოეული თავს დებს იმაზე, რომ არის პროფესიონალი, ამასთან იგივე სოციალური ქსელის დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და ვიღაცას თუ რაღაც მეტი გამომწერების და ფოლოვერების რაოდენობა აქვს და მისი ვიდეო თუ შთამბეჭდავია თითქოს უფრო მეტად აღწრავს ჩვენში ნდობას და რაღაც დავიბენით და ვეღარ მივხვდით ვის ვენდოთ. Ani მადლობა, მიყვარს ეს კითხვა და ზოგადად ამ თემაზე საუბარიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და რატომ? მართალია დღეს გვაქვს ამის პრობლემა, ზოგადად ფსიქიკური ჯანმრთელობის და ამაზე საუბრის პრობლემა დგას და მე უკვე კონკრეტულად ამ თემების ჩაშლის და აქ ვამბობ ხოლმე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოგვერიდოს, რომ ადამიანს ვკითხოთ მას, ვისაც ვირჩევთ, შეიძლება მომეწონოს, ხო, ემოციით, ენერგიით,
მაგრამ ეს საკმარისი არ არის, აუცილებლად უნდა ვკითხოთ რა განათლება აქვს, რომელ მოდალობებში მუშაობს, რასთან მიმართებაში მუშაობს, იმიტომ რომ ნახეთ, ექიმიც ხო ბევრნაირი არსებობს და მაგრამ არის ქირურგი, არის ნეიროქირურგი, გააჩნია, ყველას აქვს თავისი მიმართულება. ჩვენთანაც ზუსტად იგივეა, აუცილებელია რომ ვკითხოთ, აუცილებელია ვკითხოთ რა გამოცდილებით მოვიდა ფსიქოთერაპიაში, რამდენწლიანი გამოცდილება აქვს, რომელ პროცესებს ანიჭებს უპირატესობას და კი, დადის თუ არა ფსიქოთერაპევტთან თავად, დადის თუ არა სუპერვიზორთან თავად და მოკლედ, მნიშვნელოვანია რომ ეს გარკვეული ტექნიკების ცოდნაც ალბათ, რომელიც განსხვავდება, ხო, რომ თქვენ ახლა ექიმის პროფესია ახსენეთ და როგორც ექიმს გარკვეული თავის ეს ვთქვათ სხვადასხვა მიმართულება აქვს, ასევე შეიძლება იყოს ფსიქოლოგიის შემთხვევაშიც, მაგალითად იმუშაოს როგორც ბავშვობის ტრაუმებზე, ასევე სხვა ნებისმიერი მიმართულებით და ეს განსხვავება რეალურად გვაძლევს რეალური შედეგის, ეს ვთქვათ, პერსპექტივას. კი, აუცილებლად. მნიშვნელოვანია მე რა საჭიროებით მივდივარ ფსიქოთერაპევტთან. შემდეგი ეტაპი უკვე არის, რომ მაგალითად როცა გავარკვევ, რომ ფსიქოლოგი არის კვალიფიციური, განათლებული, შემდგარი ამ ნაწილში და მომწონს ის და ჩემთვის მიღებულია როგორც ადამიანი, მე არის უკვე რომ მე რა საჭიროება მაქვს, მე რა მაქვს დასამუშავებელი, ხო? ანუ სხვადასხვანაირი როგორ ვთქვა, ბევრნაირი ჯგუფები არსებობს დღეს ონლაინ, ასე ისე, მაგრამ მე შეიძლება მე არ მჭირდება, მე საერთოდ არ მეხმარება, მე საერთოდ სხვა ტრამვების და სხვა პროცესების გადამუშავების საჭიროება მაქვს და ზოგადად, როცა ადამიანთან მივდივარ, ხო, ესეთი ხუმრობაც არის, რომ ფსიქოლოგიც ადამიანია და კი არის ადამიანი, მაგრამ ადამიანობა არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობებისგან ვარ დაცლილი და არ მაქვს პასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაქვს როგორც ადამიანს, რომ სხვის პროცესებში შეხვიდე ზუსტად იმ პოლარობებში და იქამდე მიხვიდე, სადამდეც ამის რეალური საჭიროება დგას, ისე რომ არის გადააჭარბო და არც დააკლო. აი ეს ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შევთანხმდით, რომ ფსიქოლოგებიც ადამიანები არიან, მოდის პაციენტი და აქ ზუსტად ის ტკივილები და ის ტრავმა გავლილი, რაც თქვენ როგორც ადამიანს. აი ასეთ შემთხვევაში არ იყოთ სუბიექტური და იყოთ ობიექტური, აი როგორ უნდა დაიცვათ ეს ბალანსი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს ისე, რომ იგივე ცდუნება ადამიანური საკუთარი გამოცდილებიდან თქვა რჩევა და უცებ შესაძლოა რეგლამენტი საერთოდ სხვა რამეს იუწყება, როგორ აბალანსებთ ამას. ნახეთ, ფსიქოთერაპია ზოგადად არ ნიშნავს, რომ ფსიქოლოგი აძლევს მეორე ადამიანს მასთან თერაპიაში მისულ პაციენტს ან კლიენტს რჩევას, არავითარ შემთხვევაში. ესეც გავშალოთ რა ევალება მაშინ ფსიქოთერაპევტს, მე მგონი ესეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ როგორც ადამიანები, ვისწრება ნებისმიერ დროს დაგვჭირდეს თერაპია. პასუხისმგებლობა არ არის რჩევის გაცემა და არც კონკრეტული პასუხის თქმა, რომ იციან ხოლმე ხშირად მოვლენ თერაპიაში და მეკითხებიან, დავშორდე თუ არა შეყვარებას, არ მე წარმოდგენა არ მაქვს. მე ვიცი შენ და მე ვიცი ის მეთოდები და მექანიზმები, რითიც შემიძლია დაგეხმარო შენ, როგორ გწნობა აქ თავს, რა ხდება ისეთი, რომ აქ რჩებიან, აქედან გინდა წასვლა და ვერ მიდიხარ. ეს არის ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის მოვალეობა ამ შემთხვევაში და არა კონკრეტული რჩევები. და თუ ფსიქოთერაპევტი თავად არის დაუმუშავებელი, ასე რომ არ აქვს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი თავი, საკუთარი პროცესები მიღებული და დამუშავებული, აი რაღაცა წეღანაც აღნიშნეანი, რომ კურსებია 1000-ნაირი, არ ვიცი, ვიღაცა ოციკს კითხულობს და ასე შემდეგ, აი ეს არ არის შეურაცხმყოფელი, ეს არის რეალობა, რაც დღეს ყოველწილად ხდება და შეიძლება მოვიდეს კლიენტი თერაპიაზე და ზუსტად იგივე პროცესები დაემთხვეს ერთმანეთისას კლიენტ თერაპევტის და ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება ჯანსაღი, აქ შეიძლება მოხდეს რეტრაუმატიზაცია, ტრამვის დამუშავება თითქმის უარი გითქვამთ ისე, ანუ თქვენი გამოსება ქონიათ მსგავსი, რომ აი ეს ისეთი საკითხი, რომ მოდი სხვასთან წახვიდე ჯობია, მე ვიხსნი პასუხს. რა თქმა უნდა, ფსიქიატრიის პაციენტებთან ხშირად მქონია, იმიტომ რომ ეს საერთოდ კიდე სხვა მიმართულებაა. ან მithქვამს, რომ ახლა მე და ერთ ფსიქიატრის ჩართულობა ერთად, მედიკამენტთან ერთად თუ ამის საჭიროება დგას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ადამიანის და ფსიქოლოგს აქვს პასუხისმგებლობა იმ ნაწილებში, სადაც მხოლოდ მას შეუძლია კვეთა, სადაც ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობა გრძელდება, მთავრდება და მე მაინც ვაგრძელებ, ეს დამაზიანებელი აქ მოდის მერე უკვე შერწყმა, კონტრასფერი, რეტრაუმატიზაცია და მრავალი რამ, რითიც ადამიანს კი ვერ ვეხმარები
განსაკუთრებით პირიქით ვაზიანებთ და მისი პროცესებისგან ჩვენ ვართ აცდენილები და ვართ ჩვენს პროცესებში და არა მისაში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ანა, იცი რა მინდა კითხო. საქართველოს მთლიანობაში მრავალჭირნახული ქვეყანაა. ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს და ბევრი ტრამვა მიგვიღია მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ერთს. შესაბამისად, ფსიქოლოგების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი დღევანდელი გადმოსახედიდან. თუმცა მახსოვს, რომ მე სკოლაში ვსწავლობდი 90-იანებში სკოლაში საერთოდ ფსიქოლოგი არ არსებობდა, თუმცა თუ ვინმე კლასელი რაღაც ივლიდა ხოლმე ფსიქოლოგთან, ეს რაღაცნაირად სტიგმად ითვლებოდა, მიუღებლად ითვლებოდა. დღეს უკვე სიტუაცია შეცვლილია, რომ სკოლას თვითონ ყავს ხოლმე თავისი ფსიქოლოგი. გარდა ამისა, ფსიქოლოგების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა. ეს პროფესია უფრო დაფასებული გახდა. ჩვენ ხედავთ, როდესაც ვთქვათ, მშობლები ითხოვენ ფსიქოლოგების ჩართვას თავისი შვილების სკოლაში. თუ ხანდახან მასწავლებლები ითხოვენ, დამრიგებლები ითხოვენ, თუმცა სტიგმა მაინც რჩება ჩემი გადმოსახედიდან. ვცდები თუ არა, მაინტერესებს თქვენი პასუხი და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ძალადობის ფონზე, უარყოფითი ენერგეტიკების ფონზე იყოს ჩართული ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში ფსიქოლოგი, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგი, ნებისმიერი ორგანიზაციის ცხოვრებაში ფსიქოლოგი. როგორია თქვენი მოსაზრება და არის თუ არა შემორჩენილი სტიგმა? შეიძლება იმიტომ რომ მე მთლიანად ამ სფეროში ვარ და ამით ვარ მოცული, იშვიათად ხდება უკვე სტიგმები თუ არ ჩავთვლით ხოლმე ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც გავიარეთ და რაც იყო ამ პროცესებთან დაკავშირებით და რაც შეეხება დანარჩენს. ხო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს ვალდებულება, რომ იაროს ფსიქოთერაპიაზე და ყველა ოჯახს ყავდეს საკუთარი ფსიქოთერაპევტი. ეს არის ძალიან ინდივიდუალური ამბავი. რა თქმა უნდა, როგორც ფსიქოლოგი ვფიქრობ, რომ კარგია, ყველას გვჭირდება მხარდაჭერა, ყველას გვჭირდება ჯანსაღი მხარდაჭერა, რაც მეგობრობაში, ოჯახში ცოტათი სუბიექტურია ხოლმე, ვიდრე გარეთ და ამიტომ კი ბატონო კარგია, მაგრამ არ აქვს ყველა ადამიანს იმის ვალდებულება, ან არ არის ეს აუცილებელი, რომ მივიდეს ფსიქოთერაპიაზე. პირიქით, ზოგს ამის საჭიროება საერთოდ არ აქვს, მაგრამ თუ შემოდის პროცესი, სადაც მე თავს აღარ ვგრძნობ ისე, როგორც მინდა, რომ ვიგრძნო, არ აქვს მნიშვნელობა. როგორ არ დავარქმევ რაიმე კონკრეტულ სახელს, ხო, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ თვით დახმარებას მივმართო და მოვიძიო ჩემთვის მხარდამჭერი პროცესები ჩემს ცხოვრებაში. ანი, სტიგმებზე საუბრობდი და საინტერესოა, ეხლა ბოლო პერიოდში ხშირად გვსმენია ხოლმე მსგავსი ამბები, რომ მაგალითად ხშირად ფსიქიატრს არ მიმართავენ ადამიანები, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული სტიგმა, შიში და შეიძლება ფსიქიატრის პაციენტი მივიდეს ფსიქოთერაპევტთან, რომელიც გარკვეულწილად იმ შედეგს ვერ აძლევს, რომელიც მისთვის რელევანტურია. არის თუ არა ეს სტიგმები დღეს მაინც შედარებით მყიფე და ზოგადად თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები და რამდენად აძლევთ იმის საშუალებას, თქვათ, პაციენტს, რომ მან ზუსტად რომ სწორი განწყობილება მიიღოს და მივიდეს ფსიქიატრთან და არ დარჩეს მოკლედ ფსიქოლოგი. ბოდიში სანამ ანი უპასუხებს ჩემი აზრი მინდა ვთქვა ამას დაკავშირებით. მე პირიქით მგონია, რომ რაღაცნაირად ტრენდული გახდა ფსიქოლოგთან სიარული და მაშინაც კი, როდესაც არ არის საჭიროება, ხანი სწორედ ამას ამბობდა, მაშინაც კი, როცა საჭიროება არ არის, შეიძლება ადამიანმა მიმართოს ფსიქოლოგს. ეგ უკვე სხვა ნაწილია, მე ვამბობ ადამიანი რომელსაც რეალურად ფსიქიატრია ჭირდება და არა ფსიქოლოგი, ხშირად მიმართავს, იმიტომ რომ ფსიქიატრის მიმართულებას არსებობს გარკვეული სტიგმები, რომ მაგალითად ფსიქიატრი თუ ჭირდება ადამიანს, ის არის, ასე ვთქვათ, არ მინდა სახელ გამოიყენო გიჟი ან რაღაც და სტიგმა საზოგადოების, რომელიც გარკვეულწილად შემდეგ ახერხებს მის манипуляციას, რომ ეს ადამიანი რჩება დახმარების გარეშე და ხშირად ფსიქოლოგის ხარჯზე და არა ფსიქიატრის ნაწილში. კი ბატონო, ამ ნაწილში კიდევ უფრო მეტად არის ჩემს გამოცდილებაში. მენილი ცოტათი, რასაც დიაგნოზებს ვეძახით ფსიქოლოგების და ფსიქიატრების გვაშინებს. რომ შემორჩენილია ძველი ფსიქიატრიის მდგომარეობები, სადაც ამ ყველაფრის მიჩქმალვა, მიმალვა ხდებოდა, ეს იყო სირცხვილი, დანაშაული და მოკლედ ბევრი პროცესი. მithumedas ჩვენ ვიცით, რომ თერაპიის პროცესში რამხელა მნიშვნელობა აქვს თუნდაც საზოგადოების და ოჯახის მხარდაჭერას
იყოს ღია თუნდაც თავის ვთქვათ დაავადებასთან თუ უბრალოდ დიაგნოზთან გულწრფელი და ამ პროცესში ვთქვათ დაეხმაროს მას გარშემო მყოფი ადამიანები, ხო? კი ბატონო და ალბათ ვისარგებლებდი ამ პროცესებით და ვიტყოდი, რომ ეს არ არის ძირცხვილი, ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც მიმდინარე პროცესები, არც ერთი ადამიანი ამით გამორჩეული არ ვართ და ზუსტად იგივეა, როცა თავი გვტკივა და ვიღებთ თავის ტკივილის გამაყუჩებელ წამალს, მედიკამენტს, რომ მივმართოთ იგივენაირად ხანდახან ფსიქიატრსაც, ფსიქიატრიულ მედიკამენტებსაც გვეხმარება ჩვენი ჯანმრთელობის დასტაბილურებაში, იმიტომ რომ ადამიანი არის ბიოფსიქოსოციალური არსება და არ გვაქვს ჩვენ მხოლოდ ერთი კმაყოფილების შესაძლებლობა, აუცილებელია სამივე ჩართულობა და ნებისმიერი ჩვენი სფერო ამ სამიდან უნდა იყოს რაღაცნაირად ბალანსში, რომ ჩვენც ვიგრძნოთ თავი ჯანმრთელად. ამიტომ მე ვეტყოდი ყველას, რომ ეს იგივენაირია ზუსტად, რაც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპია თუ ამის საჭიროება დგას, რა თქმა უნდა, ან უბრალოდ ექიმთან ვიზიტზე მისვლა, სტომატოლოგთან. ხო, ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც გარკვეულ მედიკამენტს იღებს, თუნდაც ავტომატურად ხდება ხოლმე გარიყული და ხშირ შემთხვევაში გარკვეული ის თუმცა მე მაინც მგონია რომ ეს სტიგმა ნელა ირღვევა, იმიტომ რომ მეტიც საერთოდ არ სჭირდებათ ხოლმე მედიკამენტოზური მკურნალობა, თვითნებურად ღებულობენ უკვე ადამიანები ამ სხვადასხვა ტრანკვილიზატორს და ამა თუ იმ წამალს. ნუ არ ვიცი შენ კონკრეტულად რა შემთხვევაში საუბრობ. არა, ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს საზოგადოებაში, ან ეს უფრო იყო, მე ხო არ ვამბობ რომ აღარ არის, ეს სტიგმა უფრო მეტად იყო და ახლა აღარ არის. ახლა მეორე უკიდურესობა გახდეს, რომ იმდენ ტრენდული გახდეს ფსიქოლოგთა ვიზიტი, რომ საერთოდ არ გჭირდებოდეს და იგივე მედიკამენტებს თვითნებურად იღებენ ადამიანები. არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებსაც რა თქმა უნდა ვერ დავასახელებ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში, რომელთა პოპულარიზება ხდება სოციალურ ქსელებში და თავიანთ გამოსწრებას ადამიანები აზიარებენ და თვითნებურად ადამიანები იღებენ. და როგორ იქუთება ეს მედიკამენტი, როგორც დამამშვიდებელი ეფექტი? კარგი, ახლა სანამ თქვენ დაგჭირდათ ორივეს დამამშვიდებელი. სტუმარს დაუბრუნდეთ. დიდი მადლობა, ანი, ჩვენთან ერთად რო იყავი, საინტერესო საუბარი შედგა. ანი ბარჯაძე, ფსიქოლოგი გახდათ ჩვენი სტუმარი, გემშვიდობებით და გელოდებით კვლავ ჩვენთან ეთერში. მადლობა. კარგი ეთერი ნახვამდის. ნახვამდის, ვემშვიდობებით ანის მეგობრებო, ინოვაციურ პროექტზე ვიწყებთ საუბარს, Eco Hero, Eco Gmiri ასე ქვია ამ პროექტს და გარემოს დაცვითი განათლება საინტერესო ინსტრუმენტით ასე ახასიათებენ ამ პროექტს შემქმნელები. თავიდან იყო საკმაოდ დიდი სკეპტიციზმი ამ ინიციატივის მიმართ, იმიტომ რომ სინოფსისი ამ პროექტის ასეთია, რომ ეკოლოგიის მიმართულებით ცნობიერება გავზარდოთ ანიმაციების დახმარებით და ამურის სინთეზი ბევრისთვის იყო თავიდან გაუგებარი და ვერ აღიქვეს გარკვეულმა ადამიანებმა, თუმცა საბოლოოდ მაინც მოიპოვა გრანტი და დაფინანსება ამ პროექტმა, სულ მალე დაიწყება მისი განხორციელება, პრეისტორიასაც და ამ პროცესსაც ვრცლად გაგვიზიარებს ჩვენი სტუმარი თეონა გორგოშაძე პროექტის ხელმძღვანელი და მასთან ერთად არის კობა ფარტენაძე, მეტეოროლოგი, მობრძანდით თეონა კობა ნახეთ ალამაზები, რაფერადები არიან ჩვენი სტუმრები. გამარჯობა. ლოცავთ ვიდეო როგორც ანიფქვა გრანტი მოიპოვა პროექტმა და ეს კი, გვიხარია თეონას ზოგადად ეს ახასიათებს, რომ იმდენად წამს თავისი იდეების, ბოლოს მაინც აღწევს რისი მიღწევაც სურს აი დასახულ მიზანს და ხშირად სტიმული ხარ ჩვენი მაყურებლებისთვის და ამისთვის მადლობას გიხდი. პირველ რიგში მინდა კობას ვკითხო. ეს წვიმები როდის დასრულდება? კობა აქ ხარ და ვისარგებლებ და გეტყვი, მე მგონი მთელი ქალაქი სათქოს ვაჟღერებ ახლა. კი ბატონო. დავიღალეთ. ხვალიდან დაიწყება საქართველოში მზიანი დღეები, ეს აცივებაც კარგი იყო იმისთვის, რომ ჰაერი გაიწმინდა, თავისი დადებითი ეფექტი ჰქონდა და ზამთარი ცოტა კალაპოტში ჩადგა, ვინაიდან ძალიან თბილი პერიოდები ჰქონდა და ხვალიდან უკვე დაიწყება. პირველი ორი დღე ცოტა უფრო ცივი იქნება მზის და კარგი ამინდის მიუხედავად, მაგრამ შემდეგ უკვე დათბება, ფიონი ჩაერთვება ამ პროცესში და ღამითაც მოიმატება. როცა უამინდობა, მაშინ ხვდებით კარგი ამინდის. რაუცნაური ეს ადამიანის ბუნება, ზამთარში სიცივეს უგუველყოფს და ზაფხულში ეს თქვა სიცხეზე ერჩის. ნიკვარი ფილოსოფიის ხასიათზე დღეს. აბა Eco Hero. კი, Eco მეგობარი. ხო, თითქოს განწყობას აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო, Eco მეგობარი.
მოდი მოვყვებით კონცეფცია. აი თქვენი საუბრის გაგრძელებით მასე ვიტყვი, რომ მთავარია ჩვენ შინაგანად როგორი ამინდი გვაქვს და ჩემი შინაგანი განწყობა, შინაგანი კლიმატი და შინაგანი ამინდი იყო, რომ აუცილებლად გამოანათებს მზე და ჩვენი პროექტი აუცილებლად მიაღწევს საწადელს და დიახაც მივაღწიეთ საწადელს, გავიმარჯვეთ. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული პროექტი ხორციელდება გაეროსა და დანიის მთავრობის მიერ, უშუალოდ კი ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-სა და საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დახმარებით. უშუალოდ ინიციატივა კი City Challenge ესეთი ინიციატივა არსებობს, სადაც გვინდა რომ ურბანული მიმართულებით ჩვენს ქალაქში შევქმნათ სიკეთე, მწვანე გადაწყვეტილებები, ბევრი და ჩავთოთ მოსახლეობა, რომელიც ასე თუ ისე პასიურია, მათ შორის ჩვენც. კობას არ შევეხები, იმიტომ რომ ეს ადამიანი დაიბადა თუ არა, მე მგონი ორგანულად აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით, აი რაღაცა არაჩვეულებრივი უნარი რომ აკეთოს სიკეთე, მაგრამ ყოველდღიურად თუ კი ჩვენ დავფიქრდებით, თუ რამდენად ჩვენი პატარ-პატარა ნაბიჯებით როგორ შეგვიძლია დიდი ცვლილებები მივიღოთ და ამ ყველაფერს თუ სწორად შევფუთავთ, თუ მივაწვდით მომავალ თაობას ადრეულ ასაკში თუნდაც ბავშვებს სწორად ვფიქრობ რომ ეს ის თაობაა რომელიც აუცილებლად მოგვისმენს, გაითავისებს და როგორც სახელმძღვანელო საბოლოო ჯამში კარგად გადადგამს. აი, სიკეთე კონკრეტულად რას გულისხმობს და ის სამოქმედო გეგმა, რომელიც პროექტის ფარგლებში ალბათ როგორც მიზანი გაწერილი გექნებათ. დაახლოებით მაყურებლისთვის რა ახსნათ რას გულისხმობს. კი ბატონო, ძირითადად სადღაც 10 გამოწვევამდე შევაჩერეთ არჩევანი, დაწყებული ჰაერის დაბინძურებით, დასრულებული წყლის ეფექტიანობით დამთავრებული, როგორ უნდა მოვუაროთ წყალს, ჰაერს, ქუჩას, სკვერს თუ ირგვლივ სიტუაციას, გარემოს, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ. მე როგორც პროფესიონალი დარგის სპეციალისტი ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა გეტყვით რომ გამოწვევების ჯანსაღი ალტერნატივები იქნება ნაჩვენები სცენიურად იმდენად კარგად და ემოციურად, რომ სწორი კავშირი დავამყაროთ მოქალაქეებთან და შევახსენოთ, რომ ჩვენი სწორი ნაბიჯები ხვალ დიდ ცვლილებებს მოიტანს, რომ ჩვენი ქალაქი არის ცოცხალი ორგანიზმი. და რომ მასეც აქვს მაჯისცემა და თუ ჩვენს პულსაციას მის მაჯისცემას დავუმთხოთ, ახლა ცოტა ისე ხატოვნად და მხატვრულად გამომდის, მაგრამ ძალიან შეპყრობილი ვარ ამ მოკლედ ანიმაციით და გვინდა რომ აი ეს ემოცია სწორად გადავდოთ მოსახლეობას და დადებით კონტექსტში ვაიძულოთ რომ აი ფიქრი მარტო საკუთარ ოჯახში, ბინაში თუ სახლში კი არა, საკუთარი ქალაქიდან იწყება და ცვლილებები შენს ქალაქში შენვე უნდა განახორციელოს. მნიშვნელოვანი შენიშვნაა, იმიტომ რომ ადამიანები ხშირად ჩემი სახლი, ჩემი ეზო, ჩემი აივანი ასე იწყებს ფიქრს და არა ჩვენი გარემო, ჩვენი უბანი და ჩვენი ეს ვთქვათ. გითხარით თეო ამ პროექტში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ხო ჩაერთო? კი, სხვათა შორის ასევე მინდა აღვნიშნო არაჩვეულებრივი ადამიანი, ქეთევან ბულისკერია თქვენ ხშირად გყავთ ხოლმე სტუმრად, რომელმაც უბრალოდ გამიზიარა ინიციატივა, რომ არის ესეთი კონკურსი, თუ დაინტერესდებით, მიიღეთ მონაწილეობა და მე ყველა გამოწვევას და ყველა შესაძლებლობას ანი უკეთესად იცის, რომ ხდება ეს გრანტი ჭირავს ხელს. კი, ნამდვილად. თეო, მოდი მოგვიყევი, აი ანიმაცია, რას გულისხმობს ეს ანიმაცია? როგორი იქნება მისი ვიზუალი? ვინ იმუშავებს, იმიტომ ანიმაციის შექმნა პატარა საქმე არ არის, ძალიან შრომატევადი საქმეა და ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია და რატომ გადაწყდა ზოგადად ეს ფორმატი, თხრობის ეს ფორმატი. მე აუცილებლად კობაც გააკეთებს ამაზე აქცენტებს თავიდან. კი ბატონო, ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რომ გვინდოდა რაღაც ინოვაციური შეგვექმნა მწვანე იდეების მიმართულებით. ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, იქედან გამომდინარე, რომ სატელევიზიო სფეროში გამოცდილება გვაქვს ჩვენი პროფილით რა გამოცდია. აი მე მაგალითად სცენარის მიმართულებით, კობას მაგალითად ხშირად უმუშავე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და აი კოლაბორაციულად მოვიფიქრეთ, რომ ანიმაცია იქნებოდა ძალიან კარგი ინსტრუმენტი სახელმძღვანელო რომელიც არ იქნებოდა ერთჯერადი ეპიზოდი და ეს ტრადიციას ჩაუყრიდა საფუძველს, რომ სამომავლოდ სერიები გაგრძელდება. თანაც ბოლო კადრი ისეთია, რომ ნამდვილად ყველა დასვამ შეკითხვას ეკოჰირო გაგრძელდება. რომელ პლატფორმაზე იქნება საინტერესო ეს ანიმაცია? აუცილებლად გაშუქდება თქვენი ეთერების მეშვეობით და მაქვს ამის დიდი იმედი. სოციალურ ქსელებშიც დაიდება ძალიან ისე აქტიურად და სკოლებში, რაც ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება. თითოეულ საჯარო სკოლაში, თითოეულ კერძო სკოლაში შევალთ
ვაჩვენებთ ფილმს და გვექნება აუცილებლად ამის განხილვა და საინტერესოა ის სოციალური მესიჯები, რომლებიც გაჟღერდება ანიმაციების მეშვეობით. რა იქნება ის ძირითადი საბაზისო სოციალური მწვანე მესიჯები საინტერესოა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ახალი წელი ახლოვდება და ჩვენ სპეციალურად ახალი წლისთვის, ანუ როგორც საშობაო ზღაპარი, ისე იქნება ეს ყველაფერი ნაჩვენები. იმიტომ რომ ცოტა არ იყოს და პოპულარიზაცია ახლა ვაღიაროთ, არ არის პოპულარული გარემოს დაცვის მიმართულება, იმდენად რამდენადაც შეიძლება სხვა გარკვეული თემები, მაგრამ სწორედ ამიტომ გვინდოდა ანიმაცია, იმიტომ რომ ანიმაცია არის ინსტრუმენტი ასაკშია ადამიანი არ არის ასაკში ყველა უყურებს თუ კი საინტერესოა თუ კი ხარისხიანია ვფიქრობ აუცილებლად ყველას ყურადღებას მივიპყრობთ და ამ ყურადღების მიპყრობით გვინდა რომ ის მესიჯები ჩავუშვათ რაც მათ დაეხმარებათ ჯანსაღი გადაწყვეტილებების ალტერნატივების მიღებაში იმიტომ რომ არ მინდა ახლა სპოილერი გამოვიდეს სპოილერზე ცალკე გვექნება მოკლედ მოგაწვით აუცილებლად იმიტომ რომ ახლა დამუშავების ეტაპზე არის იქმნება ილუსტრაციები და როგორც ანიმ აღნიშნა ჯერ იქმნება ილუსტრაციები შემდგომ გახმოვანება სხვათა შორის აქვე მინდა აღვნიშნო ძალიან ბევრი ბათუმელი დაგვიდგა გვერდით დავით ჯიჯავაძე მინდა აღვნიშნო რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მაღალ პროფესიონალურ დონეზე აი ამის გავაცევა ხო მაგრამ თავიდან თითქოს და იყო ის რომ აი ხელოვნური ინტელექტი ვერ დადებს თქვათ ისეთ ხარისხს როგორც თქვათ ჩვეულებრივი ხელით ნახატით მაგრამ დღეს ჩვენ ამ სკეპტიციზმს მგონი დავამსხვრევთ იმიტომ რომ თავად ნახავთ და ძალიან გვინდა შეფასებაც იყოს ჯანსაღი თქვენგან და ეხლა დაგიბრუნდებით აუცილებლად ეთერში ძალიან ბევრი დაგვრჩა სათქმელი არაჩვეულებრივ ინიციატივაზე ეკოჰირო, ეკოგმირი, საუბრობდით მის ფორმატზე. ყობა მინდა კითხვა ფორმატზე ანიმაციებს საუბრობდით და ახლა ერთმანეთს უთხარით რომ მაყურებელს გონია რომ ანიმაციის შექმნა მარტივი ამბავია და ძალიან დიდ რესურსთან არის დაკავშირებული, მაშინაც კი თუ ამას ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, ხო? კი, ნამდვილად ესე წარმოუდგენია ადამიანებს რომ მარტივია ეს პროცესი, თუმცა არის ურთულეს ძალიან დიდ შინაგან სიღრმესაც მოითხოვს რომ ჩართო ის შენი კრეატიული ამბებიც რაც საჭიროა და ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა წეღანთეო ჩემიც დაიწყო რომ ეს ადამიანი არ ვიცი როგორ ახერხებს მაგრამ მე მგონი არასდროს არ ძინავს ვინაიდან იმდენად ჩართული და გაშინაგრებული აქვს ეს ყველაფერი რომ თუ არ დაასრულებს ალბათ თვითონაც ვერ დამშვიდდება და იმ გამოწვევებზე რაც მთავარია უკვე აღნიშნა კიდეც და მე დავამატებდი თეოს ნათქვამში უბრალოდ ცოტათი შევუსწორებდი იმ მიმართულებას რომ გარემოს დაცვა არ არის პოპულარული ნახეთ რა ხდება ძალიან პოპულარულია და საბუნებისმეტყველო ყველა მეცნიერებები დაფინანსების მხრივაც უფრო მარტივად ფინანსდებოდა ეროვნულ გამოცდებზე თუნდაც ვიდრე სხვა პროფესიები მაგრამ ნახეთ რა ხდება მაგრამ შედეგი არ არის პოპულარ ხო იმიტომ რომ ადამიანები ვერ ითავისებენ ახლა პოპულარულია ისიც რომ შეერნო ხეს როც არ გავა ესეც პოპულარობასთან კი არა და რაღაც პირთან ასოცირდება და არა მეტაფორია ფაქტიურად და არა რეალური სიტუაციასთან თუნდაც წერო გადაიწვება და პირველივე წელს მირბის მთელი ქვეყანა და გავს რაღაცას ესე არ ხდება ეს უფრო პიარის თემა გახდა ვიდრე თუმცა კარგია ესეთი სასარგებლო პიარი იყოს კი, მაგრამ თავარია შედეგი გქონდეს ისიც გახმება თუ არასწორად დარგედა რაღაცნაირად აღდგენის ფუნქცია არ მეც. ამიტომ სიყვარულით მიტანილი თუნდაც ანიმაციით ცნობიერების ამაღლება საზოგადოებამდე აღნიშნეთ კიდეც რომ ანუ ზუსტად ეგ არის ნაჩვენები როგორი შეიძლება გავხადოთ ჩვენი ქალაქი როგორია ახლა და როგორი უარესი შეიძლება იყოს. ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და სხვა გააკეთებს თუ არა ეს ჩვენი პრობლემა აღარ უნდა იყოს და აი მოსწავლეებთან ახლა ძალიან დაინტერესებულია ამინდის მხრივ და მსგავსი ეკოლოგიური თემების მხრივ ბევრი სკოლა და მე თვითონ ვიწვევენ და დავდივარ და ძალიან კარგი იქნებოდა ამ მხრივაც დახმარება თუნდაც ამ მასტერკლასებს ატარებ ხომ ყობა და ცნობიერებას ამაღლებ რაოდენ მნიშვნელოვანია გავუწევთ ბიომრავალფეროვნებას ამინდის ელემენტებით შეტანილია იქ რომ წვიმა არ არის უბედურება და ასე შემდეგ ყველა ამინდის მიმართ სიყვარული და მინდოდა რომ ეს ამინდი რაც მოსწავლეებისთვის მაგალითად საინტერესოა სხვა კუთხითაც ეკოლოგიური კუთხით დამეწყო და ეს ანიმაცია ამ მხრივ ძალიან სიღრმისეული და დამხმარია აქ მინდა კითხოთ სწორად ხო თქვა ყობა
რადიოში ამინზე და ეკოლოგიაზე რო ზრუნავდა, საერთოდ მაშინ მე მგონი ქალაქში ამ თემაზე ხმას არავინ არ იღებდა. მე იგულისხმობ კიდურეს, რა ვიცი, 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყის, ხო? დღეს აქტუალურია ნამდვილად გარემოზე ზრუნვა, მით უმეტეს სულ რამდენიმე დღის წინ ისეთი დაბინძურება ქონდა ჰაერს, რომ რავის ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, ხო? ვინ თუ არა ეს ორი ადამიანი, რომლებიც იზრუნებენ დღეს ჩვენს ქალაქში უკეთეს გარემოზე, უკეთეს კლიმატზე, მწვანე სივრცეებზე და მე მინდა კითხოთ დახმარების შესახებ. აქ მაგაში ესაქმე, ხოთეუნა და კობა რო არ არის საკმარისი. აქ არის მნიშვნელობა, რომ გახდეს კოლექტიური სახელმწიფოს ჩართულობა მხარდაჭერა თუ გაქვთ, კერძო სექტორის მხარდაჭერა თუ გაქვთ, თქვათ, იგივე ორგანიზაციების, თქვათ, ეს მთლიანად თქვენს ენთუზიაზმს ეფუძნება. თეო ჩამოგიქრის აუცილებლად. მოდი გითხარი და იქნება გამოჩნდეს, თქვათ, კეთილი სამარიტანელები. ჩავამატებ ეხადაც თეო უკეთესად ახსნის სპონსორებს და დამხმარე ადამიანებს და საერთოდ რა გქონდა, მაგრამ აი სწორედ ეს არის ხალხისადმი. მე არ ვამბობ, რომ ადამიანებმა არ იცის, ბევრმა შეიძლება არც იცის, მაგრამ ყველა ფრაზას რაღაც ციტირება მოყვება, შემდეგ და ეს არის უცოდინრობა. ის რომ მეტეოროლოგები ვამბობთ მაგალითად უდაბნოდან გავრცელდა ესეთი თბილი ჰაერის ნაკადი სამხრეთ დასავლეთიდან, რომელმაც ამოიტანა ეს მტვერი, რაც იქ ქარიშხლის შედეგად იქნა ატაცებული, ადამიანებმა ის უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად იმისა შორსაა, ჩვენ არ უტყუვით და ასეთი გლობალურია ჩვენი სამყარო. ერთ რეგიონში ჩაკეტილი არ არის და ანუ მე გამოვდივართ ლანძღვის ობიექტები ჩვენ ახლა მე იმისთვის კი არ დავდივარ რომ იმე არ გამლანძღოს რაც უნდა ის თქვა მაგრამ აი ეს ცნობიერების ამაღლება ადამიანებს აი ბადრეულ ასაკშივე შემდეგ აღარ გამოიწევს იგივე ამბავს რომ იქედან აქ რა უნდა პანიკას იცით რას უნდა მიხვდეთ რომ ვიღაცას თუ აქვს არ ვიცი გაუმართავი ავტომობილი რომელიც ყვამს უშვებს მომწამზე ტოქსიკურს ამაშება დააზიანოს ვიღაცა არ ვიცი საერთოდ სხვა კონტინენტზე მაცხოვრებელი ეს არის უდიდესი ჯაჭვი და თითოეულმა უნდა ვიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა ეხლა ჩვენ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ ეხლა ბათუმის ქუჩებში აკლემები თუ არ დარბის არ ნიშნავს იმას რომ ამინდი ვერ მოიტანს თქვათ უდაბნო ჰაერს. აქედან გონდა რომ ხილად უნდა ვიყოთ და პანიკას არ აუყვეთ რასთავარი. თეო, მოდი გითხარი მხარდამჭერზე. ვისი მხარდაჭერა გჭირდება? კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყოდი რომ ეხლა რა რესურსიც მოვიპოვეთ, მართლა ეს არ არის ეხლა საკმარისი იმისათვის რომ სრულფასოვნად შეგვეკრა ეს ანიმაცია, მაგრამ ჩვენი რა თქმა უნდა ენთუზიაზმი და ვიწრო სამეგობრო წრის დახმარებით და აქვე მინდა აღვნიშნო არაჩვეულებრივი ბათუმელები, ლაშა მოისტრაფიშვილი, რომელმაც უშუალოდ სიმღერა დაუწერა აღნიშნულ ანიმაციას, რომელიც იქნება ერთგვარი საუნდტრეკი ასევე ქალბატონი ნატალია ვადაჭკორია, რომელიც მუსიკალურად პროფესიონალურ დონეზე არანჟირებას გაუწევს თავისი აკაპელას დახმარებით და უამრავი ადამიანი, რომელიც გამოჩნდა, მაგრამ აქვე გიორგიისგან გავაგრძელებდი, რომ რა თქმა უნდა სასურველია უფრო მეტი მხარდაჭერა, იმიტომ რომ გავიდეთ უფრო გლობალურად, უფრო მეტი გავაკეთოთ, უფრო მეტი შევძლოთ, უფრო ხარისხიანად მივაწოდოთ, იმიტომ რომ აღნიშნული, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, თანხის და ციფრის დასახელება არ მინდა, მაგრამ მართლა მიზერულია იმისთვის, რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ყოველდღიურად საჭიროებს ძალიან დიდ რესურსს და აქვე კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ინსპირაცია უშუალოდ ეკო ჰიროუს დაიბადა შარშან ზამთარში ბათუმში უხვინალექი როცა მოვიდა და ჩვენ თვითონ დავრჩით ჩვენი თავის ამარები, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ახერხებდა თუნდაც მუნიციპალური ჩვენს საკარმიდამოში მოსვლას და რაღაცა უხვინალექის გადაწმენდვას და მე თვითონ ნიჩაბის მოხმარებაც არ ვიცოდი, მაგრამ ვისწავლე და საკუთარი ეზო, ესე რომ ვთქვათ, სამეზობლოს დახმარებით მოვაწესრიგეთ. სწორედ ეს გახდა ჩემი ძირითადი მესიჯი იმისა, რომ შემექმნა ისეთი ინსტრუმენტი, მერე უკვე ანიმაცია, რომ გლობალურად შევძლოთ ჩვენ, კი, გადამდები იყოს, სიკეთის მომტანი იყოს და დავეხმაროთ ჩვენს ქალაქს ამოსუნთქვაში, იმიტომ რომ ბათუმს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს და ბათუმი შეგვიძლია უფრო ლამაზი, უფრო მწვანე და უფრო ჯანსაღი გავხადოთ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მახსენდება ზუსტად ეს ანიმაციების მთელი რიგი სერიალი Love, Death and Robots, სიყვარული, სიკვდილი და რობოტები, სადაც აღწერილია დისტოპიური სამყარო და აქამდე ვივიყვანეთ ჩვენი დედამიწა ჩვენი ხელებით და რაღაცა მგონია რომ კონცეპტუალურად ძალიან დაემსგავსება და ეს კარგია ქართული ვარიაცია და
მეტიც თუ ეს ანიმაცია ისეთი გამოვიდა, როგორც წარმოგიდგენია, რაღაც მომენტ შეგვიძლია გავყიდოთ კიდეც და საერთაშორისო პროდუქტად ან კინოფესტივალებზე მივიღოთ მონაწილეობა. აუცილებლად ეს აი ანიმაციის მთავარი გმირი იყო თუ არ ვწდები პოსტერზე, საინტერესო გამოსახულებაა და 13 წლის ევა. ევა ხო. ასაკიც ნიშანდობლივია, ხო, საკუთარი თავის კვლევის და ზოგადად გარემოს კვლევის ასაკი. მომავალთაობაზე ორიენტირი, ხო? აი ზოგადად ხედვა როგორი არის პროექტის მომავალზე, როგორ წარმოგიდგენიათ, გარდა იმისა, რომ შეიძლება კინოფესტივალზე იყოს ან ნებისმიერ სხვა. დავიწყებ ადგილობრივ დონეზე და ლოკალურად საუბარს. საწყის ეტაპზე გვინდა რომ სოციალურ ქსელებში, ბრჭყალებში ტრენდული გავხადოთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა. ჩვენ კი შევქმნით ეს ანიმაცია, მაგრამ ჩვენ მომავალთაობას და მოზარდებს გაუზიარებთ ამ ანიმაციას, ვაჩვენებთ ამ ფილმებს და მათ მივცემთ საშუალებას მომავლოდ თვითონ დაწერონ სცენარი, თვითონ დაფიქრდნენ იმ ლოკალურ პრობლემებზე, რაც მათი ირგვლივ არის, ჩვენ ჯანსაღ გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმარებით და თვითონ გავხდით სამომავლოდ ანიმაციის შემქმნელებს, იმიტომ რომ ეს ის თაობაა, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიები ძალიან აინტერესებს. ჩვენ როგორც წეღან აღნიშნე ბატონი დავით ჯიჯავაძე, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანიმაციაზე დაგვეხმარება რომ მასტერკლასები ჩაუტაროს მოსწავლეებს და გვინდა რომ მეტი мотиваცია გავუჩინოთ. ერთია რომ დაეხმარება, ეხლა მოზარდი ფიქრობს რომ კი ხედავ რგი კარგია, კი ნაგავი არ გადავყარე, კი იქ რაღაცა ფეხით უფრო მეტი მანძილი გავიარე ვიდრე ტრანსპორტით და რაღაც манипуляციებს გააკეთებს. თუმცა მეტი мотиваცია ექნება, უფრო მეტად იქნება დაინტერესებული, რომ აი მე თვითონაც შევქმნი ჩემი ქალაქისთვის ანიმაციას. ცოტა ესე გვინდა რომ მათ თვითონაც იყვნენ ჩართულები და თვითონ პროექტში არის ესეთი კარგი, აი ეს არის ელფი ეკოჰირო, რომელიც აქტივაციას გააკეთებს დედამიწაზე მოვა ელფი და ეხმარება ევას და ევა გახდება საბოლოო ჯამში ეს ეკოჰირო, ეკოგმირი თავისი ქალაქის და მიეცემათ ეკოპატრულის სტატუსი. გარდა იმისა რომ შეიძლება უბრალოდ გარდა იმისა რომ ანიმაციებს გადაიღებენ, თითოეული ადამიანი უნდა გახდეს ეკოჰირო ამ პროექტის ფარგლებში, როგორც მე მივხვდი და ეს არის მთავარი ეკოგმირი. ყობა ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა ხო სკოლაში? საინტერესოა მათი დამოკიდებულება როგორია მწვანე პროექტების მიმართ? მათი დამოკიდებულება უფრო ჯანსაღია, ვიდრე მაგალითად უფროსების, იმიტომ რომ აი რატომ საინტერესოა? სავარაუდოდ იმ ზეგავლენებით ვინაიდან სწორედ წეგანო აღნიშნა ამ ცნობიერებით, რომელიც ბევრ თუნდაც იმ საგანში თუ იმ მასალაშია, რომელსაც უყურებენ ყოველდღიურად რაღაცნაირად მაინც მოქმედებს, იმიტომ რომ ადრე 8, 10, 15 წლის წინ არ იყო ეს თემა ისე წამოწეული და შესაბამისად ვფიქრობ, რომ გავლენა მათზე უფრო მეტია თუ ახლა გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, გაცილებით უფრო მაღალი ცნობიერება ამ მხრივ, ვიდრე ეს იყო. კი, მეც ასე მგონია, რომ ბევრი მიმართულებით ამ და ასევე მინდა დავამატო, როგორ მივაწოდებთ მომავალ თაობას. მე ხშირად ყოფილვარ თქვენთან ეთერში და მithქვამს, რომ გააჩნია როგორ მიაწოდებ ნებისმიერ მასალას. დღეს ის თაობაა, თუ კი შენ მას თავისი ენით, აი ციფრული ტექნოლოგიები მაგიტომ აღნიშნე და ანიმაციაც მაგიტომ გახდა, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი პროექტის მთავარი ღერძი და დიახ, ამოსავალი, იმიტომ რომ აი ამით დაველაპარაკებით, დიალოგს ანიმაციით გავმართავთ მათთან და ვფიქრობ, კავშირი იქნება ძალიან დადებითი და კარგი. რა თქმა უნდა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, წინასწარ არ მიყვარს საუბარი თუ რა შედეგები მოყვება, მაგრამ მთელი ორგანიზმით ვართ ჩართული, მთელი სული ღამეებს ვათენებთ მართლა, რომ წამოვიღოთ ძალიან ბევრი დადებითი ვაიბი, დამოკიდებულება და თეო, შედეგებზე სასაუბროდ აუცილებლად მოგიწევთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი იქნება, რომლის მოლოდინიც გაქვთ. მადლობა უქმეს. მადლობა დიდ. ბოდიშის მოხდით ერთს დავამატებ თუ შეიძლება ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. ეს ზოგადი არის და მინდა რომ გავაჟღეროთ თქვენი ეთერის მეშვეობით, როდის მოვალსამოვალოდ არ ვიცი. იცით რა არის? ზოგადად ადამიანებს მინდა მივმართო, ეხლა ვინც თქვენს არხს უყურებს ამ წუთას და მინდა უთხრა ესეთი რაღაც. ის რაც გიყვართ, რისი კეთებაც გიყვართ, რისი კეთებაც განიჭებთ სიამოვნებას, აბსოლუტურად ბოლომდე დაიხარჯეთ, ბოლომდე გააკეთეთ. არასდროს არ დაყაროთ ფარხმალი, იმიტომ რომ ბევრი უარი შეიძლება მიიღოთ, ბევრი მეილზე მომივიდა მაგალითად უარი, ბევრი ვთქვათ რაღაც წინაღობა მქონია, მაგრამ ის რაც გიყვარს, რაც ორგანულად გინდა, შენ თუ ამას ბოლომდე მიყვები, გარემოება და შესაძლებლობა თავად გიპოვის. ამიტომ მინდა რომ ყველას ვუთხრა, არ დაყარონ ფარხმალი, არ დანებდნენ და ცხოვრება არის ის, რასაც გაბედავ.
და მინდა რომ ყველას უთხრა რომ გაბედონ, აქტიურონ, არ შეჩერდნენ, რომ გამარჯვება აუცილებლად მოვა მასთან, ვინც არასოდეს ყრის ფარხმას. ამიტომ ეს გოგო სტიმულიათ. ეკო ჰირო. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. წარმატებს გისურვებთ. მადლობა ჩვენს თმადრებს. თეო გორგოშაძეს და გოგა ფარტიანძეს მასპინძლით. ის რომ საქართველოს დოკუმენტური კინო საკმაოდ პოპულარულია ბოლო დროს, ეს არის ერთი არაჩვეულებრივი ფესტივალის დამსახურება. სინედოკ თბილისი, რომელიც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა, ცნობიერებას ამაღლებდა, მქონდა სიამოვნება სტუდენტობაში ყოფილიყავი სტუდენტური ჟიურის წევრი და აი იქ მივხვდი რომ თურმე რას გულისხმობს დოკუმენტური ფილმი, რამდენნაირი დოკუმენტური ნარატივი არსებობს, ექსპერიმენტული სუფთა დოკუმენტი და რაც თავარია თითოეული მათგანი ავთენტურ საკითხებზე გვესაუბრება, რეალობაზე, მტკივნეულზე, რომლის გათავისებაც აუცილებელია. სამწუხაროდ ამ ფესტივალს ფინანსური რესურსი არ აქვს ბოლო წლებია და იმედია რომ ექნება მხარდაჭერა იმისთვის რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და უფრო ამაღლოს ცნობიერება მაყურებელში. გუშინ არაჩვეულებრივ კინოჩვენებას დავესწარი სინედოკ თბილისის წარმომადგენლების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ალიანსის მიერ იყო ორგანიზებული ეს კინოჩვენება. რეჟისორს მაკა გოგალაძე ჰქვია. მისი ძალიან პირადი ნამუშევარი ვნახეთ და ესე დავძინეთ კიდეც ნარატივში დასაწყისში რომ ეს არის პირადი, თუმცა თან ძალიან გლობალური, არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს და უნდა წარმოადგინოთ და ვრცლად ვისაუბროთ თემაზე. დია ერემაშვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ალიანსის აღმასრულებელი დირექტორი, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აი მოგვიყევით, როდის შეიქმნა თქვენი ალიანსი, მოღვაწეობა, რა პროგრამებს სთავაზობთ შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ქალბატონებს და ზოგადად როგორია მათი ყოველდღიურობა და რა საჭიროებების წინაშე დგას? ჩვენ ვარსებობთ უკვე 4 წელია. ისე ზოგადად შშმ აქტივისტში 8 წელზე მეტია ვარ და იმიტომ შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მუშაობის დროს გამოჩნდა რომ ქალები არიან ყველაზე მოწყვლადები და რატომღაც ჩვენს თემს ზოგადად წართმეულია გენდერის იდენტობა და ყველა ქმებით როგორც შშმ პირები და არა როგორც გენდერულ ჭრილში ჩვენი საჭიროებები. შესაბამისად წარმოიშვა ეს ალიანსი, რომელიც მუშაობს მათ გაძლიერებაზე, თუნდაც ეკონომიკური კუთხით, სწავლის მოტივაციის გაჩენის კუთხით, თუნდაც სამედიცინო სერვისების მხარდაჭერის კუთხით. ამ ეტაპზე სამწუხაროდ პროექტები აღარ გვაქვს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო და საკანონმდებლო ცვლილებების გამო, მაგრამ მთელი ჩვენი გუნდი 4 თვეზე მეტია მოხალისეობრივად მუშაობს და თავარი იყო ჩვენთვის რომ სივრცე შეგვენარჩუნებინა, სადაც კვლავაც გავაგრძელებდით ახალგაზრდებთან და არა მარტო შშმ ახალგაზრდებთან მუშაობას, ჩვენი მიზანი არის ზუსტად ინკლუზია და შშმ თემის მეტაიტი ჩართულობა სხვა დანარჩენ საზოგადოებასთან. აქამდე ქონდა დაახლოებით 15-მდე პროექტი, რომლითაც უფასო იურიდიულ დახმარებას ვაწვდით, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, სამედიცინო სკრინინგებზე ორჯერ ქონდა ესე ვთქვათ აქცია კლინიკა მეთფემთან ერთად მაღალმთიან აჭარაშიც კი ვიყავით რომ ასე ვთქვათ ქალები გაგვესინჯა და ყველაზე მთავარი ის არის რომ ამ რთულ ვითარებაში მაინც წელს მოახერხეთ 14 შშმ ქალის დასაქმება საკმაოდ ღირსეულ სამსახურში კერძო სექტორში თან სვენის არ მქონე ადამიანების და მხარდამჭერმა კომპანიამ ისიც მოახერხა რომ მათი გადამზადება მოხდა ჟესტური ენით რაც პირველი შემთხვევა იყო საქართველოში რომ ზოგადად არ უთმობენ ხოლმე ამდენ რესურს კერძო კომპანიები. აი ეს მინდოდა მე თქვა გუშინდელი ჩვენება ხო ფილმი ხომ გადასარევი იყო და ამ ყველაფერს კიდევ სპეციფიკურობას და განსაკუთრებულობას ისცენდა რომ ჩვენი თანამშრომელი გულო რომელიც არის სურდოთარჯიმანი თარგმნიდა სმენდა ქვეითებული ადამიანებისთვის ფილმის ნარატივს. გეგმავთ თუ არა ისევ ესეთი სინთეზური პროექტების განხორციელებას?
ჩვენ 2022 წელს დავიწყეთ ზალადობის წინააღმდეგ საქმე, შეიძლება გაგიგია კიდე ძალიან გამხმარებული იყო შშმ. სპეციალურად მქონე ბავშვების მიმართ სისტემურ ზალადობაზე იყო საუბარი, მაქედან გამომდინარე, რომ დავინახეთ რამდენი პრობლემა იყო ამ თემში. ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იყო სპეციალურად მქონე თემის უფრო აფილირება დანარჩენ შშმ თემთან, იმიტომ რომ ცალკე იყვნენ რაღაცა განცალკევებული. საჭიროება მოითხოვა, ხო? საჭიროება მოითხოვა, აქედან გამომდინარე უკვე მესამე წელი ავახორციელებდით ჟესტური ენის უფასო კურსებს პროექტის ფარგლებში, მაგრამ სამწუხაროდ შეწყვეტა მოგვიწია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს მოულოდინეთ სიაში. გადავამზადეთ 40 ახალგაზრდა ზუსტად მაგიტომ, რომ სხვა სმენის არ მქონე ახალგაზრდებსაც ქონოდათ შესაძლებლობა თუნდაც თანატოლებთან ნარდის თამაში, სამაგიდო თამაშები და გქონდა ეს. და ყველა ჩვენი შეხვედრა, ყველა ფილმის ჩვენება, რაც აქამდე ყოფილა და რაც იქნება, რა თქმა უნდა, იქნება ჟესტური ენით უზრუნველყოფილი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ ინფორმაცია, იმიტომ რომ ერთადერთი რამე რაც ითარგმნება, ეს არის საზოგადოებრივ მოუწყებლებზე საინფორმაციო გადაცემა და შესაბამისად მათი გაძლიერება თუ გვინდა უფრო მეტი თქვენ აღნიშნეთ დასაწყისში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად როგორც მივხვდი არის მთავარი თქვა წინააღმდეგობა მთელს პროცესში. რა საკანონმდებლო ცვლილებაზეა საუბარი და ზოგადად როგორ შეეხო ზოგადად ნებისმიერ პროექტს, რომელიც მიმდინარეობდა თუნდაც გასულ წელს. პირველ რიგში პირველი პრობლემა არის ის, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ჩვენ გვიწევს მაგალითად პერსონალური მონაცემების გადაცემა ჯერ არ მომხდარა ეგ ფაქტიდან ყოველად უარზე ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ზალადობის მსხვერპლი ქალები, რომელთა პერსონალური ინფორმაციას ვერავითარ შემთხვევაში ვერავის ვერ გადავცემთ, რაც არ უნდა დამიჯდეს, თუნდაც პირადი თავისუფლების ხარჯი, ეს პრინციპული პოზიციაა ორგანიზაციის წევრების, ასევე გრანტების შესახებ კანონი ძალიან ხელისშემშლელია, იმიტომ რომ ძალიან ბიუროკრატიულ ხდის ამ პროცესებს და ასევე იწვევს რისკს, რომ დავარეგისტრირდე რაღაც უცხოური გავლენის აგენტად, რაც შემთხვევით პირადად შეურაცხყოფელია, იმიტომ რომ ამ სფეროში ფინანსური ინტერესის გამო ნამდვილად არც ერთი ჩემი გუნდის წევრი არ მოსულა და არც მე და ანუ იმ საქმეს რაც ახორციელებ ძალიან უკარგავს ღირსებას. და ასევე ის რომ სულ რომ დაუშვათ დაეთანხმოდა რაღაცნაირად კოლაბორაცია მოახდინონ, ჩემთვის წარმოუდგენელია, მაგრამ რაღაც უტოპიის დონეზე რო თქვა, თვითონ დონორები მაგალითად ჩვენ გვაფინანსებდა შვედური ფემინისტური ფონდი, რომელიც 20 წელი საქმიანობდა საქართველოში და ოფისიც ჰქონდა და ყველაფერი, უბრალოდ დახურა ოფისი, წავიდა საქართველოდან და აღარაა საქართველოს მის ინტერესში, იმიტომ რომ ვერ ხედავს ჩვენი ქვეყნისგან ამის საჭიროებას. ახლა რა რესურსი გაქვთ? ეხლა გვაქვს მხოლოდ პირადი კონტრაქტები, რითიც ვინარჩუნებთ ორგანიზაციას, ისიც პერმანენტული, ძირითადად მაინც ანუ მიზანი იყო რაღაც სივრცის შენარჩუნება და აი გაეროს პირადი UNDP-ის მხარდაჭერით რაღაცა მოხერხდა, მაგრამ ეს არ არის გრძელვადიანი, მაგრამ რაღაცნაირად ვიმუშავეთ, მაგრამ არასოდეს არ გვიმუშავია, რომ ფანდრაიზინგით მოგვეძია თანხები, იმიტომ რომ თვლით რომ სხვა აქეთ ვეხმარებოდით სხვა ადამიანებს და არ თვლით რომ რეგიონში ამის შესაძლებლობა დიდად. ანუ თქვენი ალიანსის მომავალი ფაქტობრივად ბუნდოვანია, შეგვიძლია. ისევ როგორც ყველა სამოქალაქო საზოგადოების მომავალი საქართველოში სამწუხაროდ. აი საჯარო სექტორი ან კერძო სექტორის ჩართულობა ამ ნაწილში ალბათ როდესაც თქვენ ფინანსურ საჯარო იმდენად არა, იმიტომ რომ ბოიკოტში ვართ, ვინაჩვენებთ ბოიკოტის რეჟიმს. მაგრამ კერძო სექტორს დიდად არ აქვს ხომ ეს პროექტებში ჩართულობის ინტერესი. ხელზე ჩამოსათვლელი კერძო სექტორი თუა, ან თუ ძალიან უნდა რომ პიარი გაიკეთოს და კომერციული ინტერესი. მე ჩემ შშმ თემის ხარჯზე პიარს ვერავის ვერ გავაკეთებინებ, ანუ ძირითადად უფრო ცხად გვიამბეთ რა დაბრკოლებებს აწყდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონები დასაქმების მიმართულებით, არ ვიცი, იგივე აი ყოველდღიურობა, უბრალოდ ამდენად არის ადაპტირებული გარემო, მოგვიყევით. ანუ პირველ რიგში მე მგონია რომ განათლების პრობლემაა, როდესაც ვატარებდით კვლევებს აღმოჩნდა რომ უფრო მეტ შშმ ქალს არ აქვს სკოლა დამთავრებული და ელემენტარული უნარები არ გააჩნია ვიდრე მამაკაცს, ეს არის სტიგმა მის გამო და იმ სტერეოტიპების გამო თითქოს და რადგან შშმ ქალი რაღაც ვერ გათხოვდება და ესე ვთქვათ ნორმატიულ ქალურ ჩარჩოში ვერ ჩაჯდება, არ დასჭირდება მას განათლება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და თუნდაც აი განათლების რეფორმა, რომელიც ეხლა სავარაუდოდ მოხდება, ეგ საერთოდ კატასტროფამდე მიიყვანს შშმ თემის განათლების რესურსი, იმიტომ რატომ და ხო არის საუბარი რომ ფაკულტეტების მიხედვით იქნება ქალაქები და მოდი წარმოვიდგინეთ რომ
ბათუმელ თუნდაც ხულოში მცხოვრებ შშმ პირს ადრე თუ ქონდა შესაძლებლობა რომ ბსეუში მაინც ესწავლა ხიჭაურში და ნაკლები ფინანსური რესურსი დაეხარჯა მას თუ თუნდაც თელავში მოუწევს წასვლა იმ კონკრეტული ფაკულტეტის გამო პირობითად ვიძახი ვერ შეძრდება მისი ოჯახი იმას რომ თელავში უკირაოს ადაპტირებული ბინა ასისტენტი ანუ გამორიცხული ამბავია ჩათვალეთ რომ ესეთი რეფორმა თუ ესე დაიყოფა მოკლავს შშმ მიუხედავად იმისა რომ უფასოა სწავლა ისედაც 25 შშმ პირი ყავს ბათუმის უნივერსიტეტში მათ შორის ერთი მე ვარ რომ სხვა შშმ პირებისთვის მიმეცა სტიმული ანუ ისედაც უფასოა და ვერ აბარებენ ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო იმიტომ რომ ადამიანი რომ ხულოში ცხოვრობს თუნდაც ბათუმში სწავლა მისთვის ძალიან ძვირადღირებული ფინანსური ტვირთია შესაბამისად ის 2250 ლარი რაც ფინანსდება სრულიად ვერ ფინანსური ტვირთის გარდა თუ მუშაობთ ასეთ ოჯახებთან ცნობიერების ამაღლების რა თქმა უნდა არის თუ არა ეს პრობლემა თქვა კი ეგეც ძალიან დიდი პრობლემაა რომ ხშირად მიუხედავად იმისა რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მართლა ცდილობდა და ცდილობს რომ პროგრამების შესახებ ინფორმაციები მიაწოდოს მუნიციპალიტეტებში იმიტომ რომ მე თვითონ მინახია ჩემი თვალით და ხა მაგას ნამდვილად არ უარყოფს დღემდე არიან ადამიანები რომელმაც არიციან რომ მაგალითად ეტლი უფასოდ ეკუთვნის და სხვა დამხმარე საშუალებები არათუ სწავლა ხო ანუ და მინახავს ადამიანი რომელმაც რაღაც 30 წლის ასაკში მიიღო პირველად ეტლი ჩვენი დახმარებით როცა უბრალოდ არიცოდა 10 წელია არსებობს პროგრამა და სრულიად უფასოა. და ასეთი ფაქტებიც რო არის იყიდა ეტლი და თუ ეგეთი ძალიან ბევრი ფაქტია თაღლითებთან გვაქვს საქმე. ოჯახებს ძალიან უჭირთ იმის აღიარება რომ მათ შვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად შეუძლიათ რომ იყვნენ დამოუკიდებლები. და დასაქმდნენ და მათაც იგივენაირი პასუხისგებლობა აქვთ როგორც მოქალაქეებს, როგორც არაშშმპირებს და ამას ეს უჭირთ. შშმპირთა კონვენციაც გვეუბნება, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, სახელმწიფო ვალდებული რომ დამეხმაროს იმაში, რომ მე წვლილი შევიტანო ქვეყნის შენებაში და გადავიხადო გადასახადი და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ შშმ-შვილებს არ თხოვენ თუნდაც განათლებას, ანუ ის რომ არაშშმ-შვილს ეუნებია რომ ისწავლე კარგად რაღაც ვალდებული ხარ, კარგი ქულები მიიღო რაღაცა სამწუხაროდ შშმ ბავშვის და შშმ მოზარდების ცხოვრება გასულია რეაბილიტაციაზე, ისე როგორც ჩემი იყო. ანუ რეაბილიტაციიდან რეაბილიტაციამდე რომ კარგად გაიარო, მაგალითად, თუ ფიზიკური შეზღუდვა გაქვს. და სამწუხაროდ ბევრი დრო ეკარგებათ სწორი განათლების მიღებაში, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ მე ვერ ვიქნები სრულფასოვანი მოქალაქე და პირველ რიგში მშობლებს მოუწოდებდი, რომ მიიღონ მათი შვილები ისეთები, როგორიც არიან. ნუ ეცდებიან რომ განორმალურონ ესე ვთქვათ ესე და შესაძლებელი აი საზოგადოების რეაქცია როგორია იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, თუნდაც იმ კანონთან თუ ნებისმიერ სხვა იმ გამოწვევასთან მიმართებაში და საერთოდ შეიცვალა თუ არა საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება შშმ ადამიანების მიმართ და როგორი არის ეს პროცესი? სამწუხაროდ საუბრობდით წეგან. ამ 2 წლის ბრძოლამ, როცა უკვე ჩვენ შშმ პირთა უფლებების დაცვიდან ადამიანის უფლებებზე გადავედით, რომ ქვეყანაში როცა ადამიანის უფლებები არ გაქვს, ანუ სპეციფიკურ უფლებებზე და რთულია საუბარი. ანუ ძალიან დააზიანა ეს პროცესი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყოველთვის ნოლიდან დაწყება გვიწევს, იმიტომ რომ ის პროცესები, რაც თუ ახორციელებდით, ის შეხვედრები, ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა, ვერ ვიტყვით, მაგრამ ანუ იმის გამო რომ სამოქალაქო სექტორის მარგინალიზება მოხდა, ბევრ შშმ პირს დღეს უკვე ერიდება ჩვენთან იმ ტიპის შეხვედრაზე მოსვლას, როგორც გუშინ იყო და დამეთანხმებით რომ სრულიად არანაირად პოლიტიკური და არაფერ მსგავსი არ ყოფილა, უბრალოდ ფილმის ჩვენება იყო, მაგრამ რამდენიმე მოგწერა რომ აი თავი შეიკავა, იმიტომ რომ ეშინია რომ ჩვენთან რომ მოვიდეს, მე მუნიციპალიტეტიდან რაღაც მხარდაჭერას ვერ მიიღებს ან რაღაც აი ძალიან მწკივნეული და მწარე ამბავია ეგ და ამიტომ სამწუხაროდ ბევრად მეტი გვაქვს სამუშაო და გაუტენდია მოდით სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ და ნელ-ნელა დაგემშვიდობებით. სამომავლო გეგმები გვაქვს რომ გადავრჩეთ, იმედია რომ ჩვენი ქვეყანაც გადარჩება. ჩვენ გვაქვს საკვირაო სკოლა ახალგაზრდებისთვის, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ადამიანის უფლებებზე ვესაუბრებით ყველას, არა მარტო შშმ თემის წევრებს. კიდევ ფილმის ჩვენებები გაგრძელდება სინედოქთან ერთად და კიდე სხვა საინტერესო ადამიანებსაც
ჩამოვიყვანთ, ესე ვთქვათ, სხვა რეგიონიდან, შეიძლება უცხოეთიდანაც, მაგრამ მაგის რაღაც მცირე რესურსი არის, რომ ექსპერტები ჩამოვიდნენ. უღმესი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, გააჟღერეთ ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც იმედია რომ მივა იმ ადამიანების ყურამდე, ვინც უნდა იყოს საქმის კურსში ამ პრობლემების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა დეა ერემაშვილს მასპინძლობდით. დღეისათვის სულ ეს იყო გემშვიდობებით, ხვალამდე დროებით. ნახვამდის.